თბილისი უნდა გამოგვლიჯოთ changed its name to საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა გამოგვლიჯოთ? არჩევნებში წმენას თუ დააკარგინებს საზოგადოებას, აი იქ დამთავრდება ყველა. გეთახმები ოღონდ ბაგაჟი თქვენ შეიტანეთ წვლილი. ძალიან სულ სიტყვებს იძახიან თქვენი მიმართულებით ამომრჩევლები მინიმუმ და რეალურად მოხდა ყველა ცუდი რამ რაც შეიძლება მომხდარიყო ამ პოლიტიკურ პროცესში. მიდის მოსამზადებელი სიტუაცია დასალაპარაკებლად. საკრებულოებში ეხა რა შვებით იბრძვით, უნდა ვიბრძოლოთო და წარმატებას მიაღწია ბოიკოტმა, არ მგონია რომ წარმატებას მიაღწია. ორ დაზადნავდნენ, ეხლა მამუკა ხაზარაძე აბა გადავიდო და ნიკა გვარამიას პოზიციაზე, რას ამბობ? ევროპარლამენტარებმა გითხრეს, რომ ძალიან ცუდი სიტყვები გითხრეს ყველაზე თქვენზე. ბიჭო, რა უნდა შეცვალო ეგეთი, ეხლა თითო კაცი ყველა ამ საკრებულოში. ისე გახარეს და ეს ყოფილი ცოლქმარივით მშვიდობიანად დაიშალეთ და თქვენ ცხოვრობთ. ლელო დაზიანდა ამ პროცესში იმ საზოგადოების თვალში, რომელიც პროტესტზე არის, ცალსახად დაზიანდა. თქვენ არ გამორიცხავთ, ასე ვთქვათ, ვთქვათ, რომ არსებული წესებითაც მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. აი, ისეთი ამბავი არის. საქართველოში ხელისუფლება შეცვლის ეგ. ნაწილობრივ გეთანხმებით. ისე 20-ში ალეკომ გაასწორა ეგ კოდექსი, ეგრე მახსოვს, მაგიტო შევიდა მაშინ პარლამენტში, ელისაშვილი. რაღაცა მომენტში პოლიტიკურმა პარტიებმა გაუმაზეთ ამ პროცესის გარდაქმნა სხვა რაღაცაში. აი, ნუ ხატავ ამ რაღაცა ჯოჯოხეთურ სცენარს გეხვეწები, არ არის ეგეთი ამბავი. უთხარით და თუ რაბეა რაღაცა ტულს დავადებთ თუ რა ვიცი რა. ეგ ვორესი იქნება მე. არა, ტულ. მე კაკრას მაგას ამოჭრია. მოგესალმებით იმის მინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელი სკამი, ტრადიციულად და გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და დღევანდელი ჩვენი ეთერის სტუმარია თაზო დათუნაშვილი. გამარჯობა თაზო. მოგესალმებით. დავიწყოთ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ზოგადი მიმოხილვა მაინტერესებს, წინათინ ბოკუჩავა რო ყავდა ამ რეალობაში პარტიულ საქმიანობაზე ვკითხეთ და თქვენს ამ კითხვას დაგისვამთ პირველს, აი იმ რეალობაში რა რეალობაში ქართულ მოსახლეობამ ჩაგვაგდო დღეს და მათ შორის ბოლო კვირებში დაემატა ის, რომ გამოგიცხადათ, რომ აკრძალა თუ და ასაკრძალი პარტიების სიაში თქვენ ხართ. როგორ მიდის თქვენი ყოველდღიური საქმიანობა თან იმ კონტექსტში, რომ საარჩევნო პერიოდი მორჩა, ხა ეს საარჩევნო კამპანია, რასაც მოიცავდა ეს შეხვედრები მოსახლეობასთან გაძლიერებულ რეჟიმში და ასე შემდეგ აღარ გაქვთ. აი ახლა რას აკეთებ ყოველდღიურ რეჟიმში? კაი კითხვა. ბევრ ამას ვაკეთებ. ხო, უცნაური ვითარება არის, ვერ იტყვი რომ ამე ნორმალური ხდება, მაგრამ ვერ გეტყვი რომ რაღაცა იმდენად არაორდინალურია. აი მარტივ ამბავია რა, 2019 წელს დავიწყეთ ამ პარტიის კეთება. 2019 წლის რაღაც შემოდგომაზე. სანაპიროზე რომ დაწერეთ. სანაპიროზე დავწერეთ, იმაზე ზღვის ნაპირზე და თბილისში მტკვრის სანაპიროზე ოფისი გქონდა. ხო და რა დავიწყეთ ეს ამბავი, ზუსტად ორ კვირაში დაიწყო მაშინ აქციები, აი მეორე ტალღა გახსოვს, ეს უკან რო გაიწვია ის იმის კანონი, რა ქვია, სრულად პროპორციული სისტემა, დაიწყო ეგ, დაიწყეს ბადრიზე და მამუკაზე საქმეების აღძვრა და იმის მერე ნორმალური მომენტი ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, როცა აი რაღაც ის უნდა აკეთო, რასაც ეს პარტია უნდა აკეთებდეს, არა საარჩევნო პოლიტიკაში რომ შემოხვიდეთ, რაც რისულის კონდათ რომ უნდა გეკეთებინათ, ის რეალურად არასდროს ეგ არ გეკეთებია, ეხაც ეგ არის. ბევრად უფრო მძიმეა ვითარება, რა თქმა უნდა, იმას შედარებით, რაც 2019-ში ხდებოდა ამ ქვეყანაში, ბევრად უფრო მძიმე ვითარება არის, მაგრამ ხო, მიჩვეული ვართ რა, მაგრამ ნორმალურ მდგომარეობაში მუშაობას. ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ აი ეს მაინტერესებს რატო დავსვი ეს კითხვა. დიდად ხა თინასგანაც ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხი, მაგრამ ხო, აი მაინტერესებს აი პოლიტიკური პარტია ხალხს აინტერესებს რა, აი დღის რეჟიმი როგორია, აი პოლიტიკოსები ხარ მიცხართ, არ ვიცი საუბრობთ სხვა სამსახურში არ მუშაობთ, არ მიდიხართ და ალბათ არის რაღაც ეთერებში როდის მიდის, ერთი ეგ არის განაწილება და კაი, ეგრე გითხრა, როგორ იწყებს დღეს, კაი, ვეთქვი. მე ვარ თან ისე რა, ჩემი მანამდე 2019 წლამდე კარიერაში რა მენეჯერი ვიყავ შო და ამიტომ ისე მაქვს ეგ ამბავი ჩვენ პარტიაში, მაინც ბიზნესთან წამოსული ბევრი ხალხი ვარ და ძალიან ისე გაწერილი ამბავი არის, ვიწყებთ ყოველ დილას, თათბირით, შტაბის შეხვედრით 11 საათზე.
11 საათზე იკრიბება ძირითადი შემადგენლობა, მანამდე როგორც ვიცი 1 საათ ადრე ეწყობა ხოლმე Stratcom-ს თათბირი, ისინი დღის ამბავს კრავენ, მე შტაბზე მოაქვს Stratcom-ს ეს ამბავი. რა თემებია, ეთერებში ვინ წავა, როგორც თქვი, რა ხდება, რას უნდა უპასუხოთ, რას არ უნდა უპასუხოთ, ჩვენ რა გავწიეთ. და მე მიდის რაღაცა ესე ტექნიკური სამეურნეო რაღაცა ამბები, ეს არის ყოველდღიურობა. ამის იქით რაღაცა. იცი რა, ამორჩეულთან ფაქტიურად ყოველდღიურად რაღაცას ვაკეთებთ. მისაღები გვაქვს რომელიც სულ ღიაა და სულ ვიღაცა მოდის. არა, თქვენ მიდიხართ პროაქტიულად. თორე აქეთ რო ვინმე მოვიდეს ხო გასაგებია. იმიტომ რომ გვაქვს პერიოდულად შეხედული არჩევნების მერე რაღაც უდი ამბები გამოჩნდა ეხლა აბსოლუტურ რიცხვებში და მაგის ანალიზი თუ გააკეთეთ და აი თუ მაგის ანალიზი ბევრად უფრო ესე გონია თაზრო შენც ესე გონია რომ აი სალომე იყო მეგონი თუ არ ვსდება და დაგვიბულინგეს ამორჩეველიო და ბულინგდება თქვენი ამორჩეველი არ უხურებ ეგრე მაგას ეგეთი რაღაც მარტივ წინადადებით მოსაცველი თემა არ არის არა აი მაგ მედათორნიკეს უარბიდო არჩევნებში მოგრესტე ამ ჭალებში არჩევნებში ვინმე შესულიყო და ზოგადად არ ვცნობთ აი ესეთი წესებით ჩატარებულ არჩევნებს და ჩვენ და ჩვენაირები რომ ამბობდნენ რომ არგეს მან შესვლაო და ვაკრიტიკებდით საპირისპირო აზრის მქონეებს ეს შეგვიფასეს როგორც ბულინგი კი არა და არა ჩვენზე არ იგულისხმება ჩვენ ძალიან უყავართ სალომე სამოდაშვილს დარწმუნებული რა ალბათ მე შემეგონია ეხა შემდეგი გადაცემისთვის არა ხო და ანუ მე არ ვიცი რა ხომ შეაფასო რაღაცა მოხდა ისეთი რაღაცა გააკეთეთ რომელიც თქვენ ამომრჩეველს არ მოეწონა ხო არა ეგ ეგრე არ არის ეგ გადავიდეთ იმ არჩევნების თემაზე ხო კი კაცო არ არის პრობლემა გადავიდეთ გადმოვიდეთ მარტივი ამბავია რა რომელიც ეგ წინადადებით ვერ რაღაც ბულინგი ან რაღაც რაღაც იმედი გაუცვლეთ არა რეალურად მოხდა ყველა ცუდი რამ რაც შეიძლება მომხდარიყო ამ პოლიტიკურ პროცესში მოყოლებული გაყალბებული არჩევნების შემდგომი მთელი აი ამ ეპოპეისგან რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და ყველაზე ცუდი ამბავი რაც შეიძლება მომხდარიყო ეგ მოხდა რა არის ეგ ცუდი ამბავი მე რა ვიცი პირველივე წუთიდან ბოლო წუთამდე სამ განწყობილებას ვიყავ ვიღავ იმ პოზიციაზე რომ რაც უნდა გავაკეთოთ ერთად ერთიანად ერთიანი მიდგომა უნდა გქონდეს რატომ მაგ ეგ განცდა და რატომ გქონდა იმიტომ რომ საზოგადოების დაკვეთაც მარტივად უნდა გვესმოდეს ერთი საზოგადოების დაკვეთა და მეორე არის რაღაც რა ბევრი ემპირიული დაკვირვება ცოდნა რომელიც გეუბნება რომ ჩვენ უპირისპირდებით ტიპს რომელიც ამყარებს დიქტატურას რაღაც ჰიბრიდული რეჟიმია დიქტატურაში გადადის ეხა ხო ვატყობთ რომ ამას უპირისპირდები შეუძლებელია რომ ამას ანუ დაუფშდოგრარე შეუძლებელი შესაძლებელია რომ თუ გინდა რომ რაღაც შედეგს მიაღწიო ანუ რაღაცა ეფექტი კონდეს ამას და ეგ კიდე მაგას შეგვიძლია ბევრი ვლაპარაკოთ რა შეიძლება ბევრი რაღაც შეიძლება ეგ ეფექტი იყოს თუ ამას აკეთებ ამას ჭირდება ერთიანი პოზიცია იმისთვის რომ ამას აზრი კონდეს მაგას ვაწვევოდით რა მოხდა რეალურად ხო მოხდა ის რომ ნაწილი მიიღო გაწყვეტილება რომ ჩვენ არ შევდივართ მეორე ნაწილმა მივიღეთ გაწყვეტილება რომ ჩვენ ამ არჩევნებში შევდივართ ამ თუ გინდა მე ეგეც გავარჩიოთ მაგრამ ყველა დაზიანდა მთელი პროცესი დაზიანდა ჩემი აზრით არა ხო და რა ვიცი ეგ შეშერუშენი აზრია მე ეგრე უკვე პროცესი შეიძლება დაზიანდა მაგრამ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის თქვენ უფრო დაზიანდით აი თაზო ესეთი რაღაცა შეხედე ეგ ხო პერსპექტივის ამბავია მე მინდა რომ თავარი რამე დავინახოთ შეხედე ერთი არის რომ იქით ვიღაცები არ შემოვიდნენ და ამან რა თქმა უნდა იმოქმედა საარჩევნო კამპანიაზე ცალსახად იმოქმედა ხო ფაქტია წინ არჩევნებში რაღაც 185,000 ხმა მიიღო ჩვენმა კოალიციამ ამ არჩევნებში რაღაც 92,000 სადღაც აღარ მახსოვს თქვა 100-ის ფარგლებში. ხო ფაქტია რომ ამან იმოქმედა. ხო ფაქტია რომ ზოგადად საარჩევნო რიცხვებზე, მაჩვენებლებზე რომ ოპოზიციის ამომრჩეველი არ მოვიდა და ამან იმოქმედა. ეხლა მან რა ხდება შეხედე იმან წარმატებას მიაღწია ბოიკოტმა, არ მგონია რომ წარმატებას მიაღწია მაგ პროცესს წარმატება იქნებოდა რომ არა საარჩევნო გზით რაღაცა ეფექტამდე მისულიყო ანუ რაღაცა მოვლენამდე მაგით ითხოვ შეიძლება ეს ადამიანები ამბობდნენ რომ ეფექტი ითხოვ კონკრეტული დათქმებით არა შეხედე გიორგი ეს ეფექტი ისინი რას ამბობდნენ ეფექტი რა იქნება 4-ში და 5-ში დამთავრდება რამდენიმე კაცი იძახდა მაგას არ ვამბობ შეხედე მან დაარბინა არა ეგ ბოიკოტს არ არის 4 ოქტომბრის სპეციალურად არ ვახსენე ეგ კიდე სხვა პლასტი არის აქ არის რა თუ ბოიკოტი იქნებოდა ერთიანი შეიძლებოდა რაღაცა ეფექტის მიღწევა მე ვერ დავიჯერე მაგისი ამიტომ მე სხვა რამე ავირჩია ოღონდ შეიძლება ალბათ შეიძლება ის რომ დღემდე იყვეწება ოცნება რომ ხელი ჩამომართვითო და თქვენს რო არ შეხვედით პარლამენტში გამოგიცხადათ აკრძალო ეფექტი ეგ არის
ხოჭება რომ ჩამოვართვითო? აბა რა შევ გახარე რა უზალე რომ არ შევ ეგრე ხო არ არის. არის და დაგელაპარაკებია ჟურნალისტებიანები ხანო. ნუ შეხედე ეგეთ მარტივ რაღაცამდე ხო არ დადის. აი თუ კითხვა აი მინდა რომ ბოლომდე უპასუხო რა იმ კითხვას რაც თავიდანვე დავიწყეთ ლაპარაკი. ანუ ერთ მხარეს არის ბოიკოტი, რომ ჩემი აზრით ის ვერ მიიღო ბოლომდე, იმიტომ რომ ერთიანი არ იყო და დაზიანდა რა თქმა უნდა არჩევნების პროცესით. ანუ ორივე ვერცეთ მოვერდა ბოიკოტი ერთიანი ყოფილა. ლელო დაზიანდა ამ პროცესში იმ საზოგადოების თვალში, რომელიც პროტესტზე არის, ცალსახად დაზიანდა. იმ საზოგადოების გლობალურად შევხედოთ, ცოტა უნდა ეფექტი იგივე არ არის. როგორ რაღაც მეკითხო, აი პარტიები, რომელსაც არ ჯეროდა, ორი ვარიანტია რა პოლიტიკაში რა, ან დაკვეთა მოდის ქვემოდან ზემოთ, პარტია, ან პარტია თავაზობს. ან პარტია რაღაცას მოიფიქრებს, კარგი იდეა, თავაზობს თავის ამორჩევას, აწონებს ამ იდეას და ასევე ქვემოდან ზემოთ ამ იდეისთვის მოიპოვებს მხარდაჭერას. ეგეთი ვარიანტი. ახლა ეს ერთი დავიმახსოვროთ ეს ამბავი რა, ესაც შევთანხმდით რაზეც. მე აი ეს პარტიები, რომლებიც არ შემოვიდნენ არჩევნებში, იმათ ამომრჩეველს, როგორ გონია, იმათ ამომრჩევლის ნაწილს სჯეროდა ამ არჩევნების? ძნელი სათქმელია და შემოსვლა. ძნელი სათქმელია, მაგრამ ეგ უნდა თუ არ უნდა შემოსვლა. ფაქტია რომ არ მოვიდა იქ. არ მოვიდა იქ, ჩვენც არ მოგცათ ხმა. შესაბამისად, ჩვენი ხალხი არ მოვიდა. იმის წარმოდგენა შეგვიძლია ამაზე გავაანალიზებთ, ის წარმოდგენა შევიქმნათ, რომ ამ მოცემულობით საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ამ არჩევნების არ ჯერა. ამ წესების, ხო? არა, ვერ იტყვი. ეს ნახე, რაში ეს იმასაც ვქე, ირაკლისაც ველაპარაკე, რომ ისე შეხვედით არჩევნებში. ვერ ფაქტია რომ მის მხარეს ეგ არჩევნები შედგა და 70% აიღო. რომ თუნდაც განაცხადის დონეზე ბრიფინგზე მაინც ან რა ვიცი რაღაცა კონკრეტული, რა ვიცი, გადაცემაში დამოჩდარიყავით ან რამე ფორმით, რა ვიცი, გამოგეკრათ პარლამენტის კედლებზე. არანაირი პირობები არ დაგიყენებიათ ქართული ოცნების, რომ ესეთი არჩევნები სამხალხს არ ჯერა და მოდი შემოვიტანოთ ეს ცვლილებები, რომ რაღაცა მინიმალური სამართლიანობის წესებზე შევთანხმდეთ. არც ეხლა არ მიდის ამაზე ლაპარაკი. ეს ხო არ მიდის მაგრამ. და ეს რა ვიცი, ეს პრობლემაა. შეცდომა. აი მაგაზე. ხო, მაგ შეცდომა იყო, ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი შეცდომა რაშიც იყო ამ თელ მაგ პროცესში არის ის, რომ ჩვენ ერთგვარად გავეკეცით მაგ დისკუსიას, მაშინ როცა ეს თემა შემოვიდა, ხო, სადაც თებერვლის ბოლოს. ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. ამაზე ლაპარაკის დრო არ არის, იყო ჩვენი მესიჯი, მართლა ვთვლიდით, გულწრფელად შეიძლება მიამიტურად, მაგრამ გულწრფელად რომ ამაზე იმ მომენტში არ უნდა გველაპარაკა და ეგ იყო ძალიან დიდი შეცდომა. ეგ თუ თქვენ მოიფიქრეთ. ნუ ხო, ჩვენ მოვიფიქრეთ ჩვენი გადაწყვეტილება იყო. მამუკა ხაზარაძე მოიფიქრა და ვერ გაუბედა შეცდომა. არა, ეგრე არ მუშაობს ეგ ამბავი, ვიცი ეგ რაღაც ლეგენდები ლელოზე. არა, ეგრე არ არის. მართლა არ არის ეგრე. არ გვინდოდა ნელ-ნელა მიპარვა. სადღაც მაისში მივიღეთ, ჯერ გადაწყვეტილება რომ ვიდეთ მაკედონიას დავაგვიანეთ მე მაგის თემა. აი ამ რაღაცა ორჭოფობაში და მანამდეც გონია თავარი ფუნდამენტური შეცდომა იყო რომ დისკუსია არ გავხსენით. მაშინ ჩვენ პარტიაშიც იყო შეგნით დისკუსია. გულწრფელად გეტყვით, ამაში დასამალი არაფერია. მე არ ვიყავი მომხრე არჩევნებში შესვლის. იმ მომენტში, როდესაც ეგ დისკუსია გაიხსნა. თებერვლის თვეში სადღაც. არ ვიყავი ამის მომხრე, იმიტომ რომ თვლიდი რომ მაშინ იყო ის მომენტი, როდესაც საბაზე, ჩაზოზე და ანაზე დადიოდა ეგეთ ჭორები, ხო, არ ვიცი კი შემომივიდა ეგ. ხო, არ მალავ მე ეგეთ რაღაცებს ზოგადად და ეხაც ვამბობ, რომ არ ვიყავ მაგის მომხრე. იმიტომ რომ თვლიდი რომ ის პროცესი ჯერ კიდე მიდიოდა ისე, რომ რაღაცის მიღწევა იმ მომენტში გარდატეხის ისიერად შესაძლებელი იყო. მე ეს პროცესი ძალიან ცუდად წავიდა. მე ვიძახი პარტიების ნაწილს და პროტესტზე ავლაპარაკო. პარტიების ნაწილს და იმას, რომ რაღაცა ერთიანი პოზიცია დაგვიფიქსირებინა და ამ ერთიანობა კი არ არის მთავარი. ერთიანი პოზიციის გატანა არის მთავარი გარეთაც და შენ საზოგადოებასთანაც. და მან ეგ შეცდომა დაუშვით. გეთანხმებით. მე მაგალითად კიდე მომავალზე გადავალ, კიდე სავარაუდო არჩევნებზე ხარ მინდა მაგაზე დაწყება, ცოტა ხანში გადავალ, იქაც მე ვარ მომხრე რომ ერთიანობა იყოს, მე ჩემი პოზიცია მაქვს მაგაზეც, მაგრამ მზად ვარ რომ ჩემი პოზიცია ვიღაცას თავში არ უკაკუნო და არ ვლანძღო, თუ ერთიანობა იქნება, მაგრამ სანამ იგადავალ, აი ეს ერთიანობა რო ვახსენეთ. ამ წუთას დგას რეალობა, როდესაც სამ მსხვილ პოლიტიკურ ძალას გკრძალავენ. და ამ რეალობაში თუ გაქვთ რაიმე ტიპის კონსულტაციები, რა ვიცი, ინდივიდუალური ცალკე სამივე ერთად თუ ასე შემდგა, თქვენ ხოთან ისეთ პოლიტიკურ ძალად პოზიციონირებთ, რომელიც უფრო რაციონალურები ვართო, ასე თუ ისეო და ქვეყნის არარაციონალურ ვითარებაში ქვეყნის ინტერესებს თუ დაჭირდება, შეგვიძლია ისეთ ადამიანთანაც შევკრათ ბლოკი თუ დროებითი კოალიცია, რომელმაც ერთხელ ჩამოვართვა და მე გადაგვაგდო. რა თქმა უნდა, ეგ გაკეთებული გვაქვს. ხო, ერთხელ ხელი ჩამოვართვა და მე რო გადაგაგდოთ, იმასთანაც კი დადექით რახან ჩათვალეთ, რომ ქვეყანას ესე ჭირდება. არა ერთხელ დავდგარ ვარ
ერთი იმას არ ქონდა სხვა გზაც, ან ცოტა სხვა არა, ეგ ამბავი არაერთხელ მომხდარა კაცო, რომ ისეთ ადამიანებს ვინც ჩვენს პოლიტიკურად მიუღებელი იყო მართლა კოალიციაში. უნდა ჩაინიშნოს სასამართლო და იქ საკონსტიტუციო სასამართლოში თქვენი წარმომადგენლები ცალ-ცალკე მივიდნენ. ითქვა თუ არის რომ გვაქვს თუ არა ეხა ამაზე კონსულტაციები? არა, სამწუხაროდ არა გვაქვს ერთმანეთში კონსულტაციები, ეგ დადის რაღაცა ინდივიდუალურ ლაპარაკებამდე იმან. აი, რითი დაგეხმაროთ? ვისაც ადამიანური ურთიერთობა გვაქვს? კარგი, რა შუა რა დროს ეგ არის? ერთი წამი გადავიდეთ. აი, რითი დაგეხმაროთ? მე და გიორგი ამხელა საწყინათ არ ვამბობ და თქვენ პოლიტიკურ პარტიებს ამხელას დასრულებთ ხალხს რომ ერთხელ ცადეთ და მერე ჩვენ მოგხვდა ისევ რომ ამხელას დასრული ხალხი დაასხდეთ მაგიდას და თუ ოთახი კი გაქვთ და აგერ დაჟეკით ეს სამი მაგიდა მართლა სერიოზულად ვამბობ სერიოზულად გეტყვი რომ არ მგონია რომ რამე დახმარების რესურსი ეხა არსებობდეს მაგალითად თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენი საქმეა ეგ. ჩვენ უნდა დავждეთ ეხა და ჩვენ უნდა დავილაპარაკოთ. არ ლაპარაკი ნორმალური არ არის. მოგეთ ბიძინა ისევ თუ დაიჭერა და ერთ საკაში თუ ჩასვავს, აი მაშინ ვიღაცა ერთ საკაში მეგონა რომ ერთ საკაშიდან მე ჩასვავდნენ, მაგრამ არ სვავს. ეგ არ არის რა. აღონ ჩვენ ჩემი აზრით კიდევ ერთხელ ვამბობ. ყველაზე ნაკლებად გვეხება, მეხება მე და ჩემი დანაპარტელებს ეგ ამბავი. იმიტომ რომ არ მინდა ხა ძალიან შორს ისტორიაში წასვლა, ოღონდ 2024 წლის ოქტომბრიდან დავიწყეთ ლაპარაკი. იმაზე კი არა რომ ერთიანობა გვინდა. და ეხლა ვიღაცები ხო ამბობენ, ხო, რა ვიცი, ჩემი წინასწარმეტყველები მწვის ლაპარაკობ რაღაც ერთიანობაზე. მე სადღეგრძელოების დრო არ მაქვს, მართლა ვამბობ, არ არის ეხლა ამ ქვეყანაში, აი პროსტ სადღეგრძელოსთვის ნაკმე ერთიანები უნდა ყოთ. ერთიანობაზე არ არის. პირველ რიგში არის ლაპარაკი იმაზე, რაღაც სივრცეზე და თამაში ლაპარაკი. აკრძალვის საქმეში წესები. კი, მათ შორის მაგაზე, სადაც უნდა ვილაპარაკოთ. უბრალოდ ლასალაპარაკო სივრცე არის საჭირო და ერთმანეთში შეჯერება აი ხა ნახე რა ყველა ეტაპზე ხალხო იყო პრობლემა. მე პროგნოზს გავაკეთებ რა. აი ეს დაიწყება სასამართლო განხილვას რომ დაიწყებს საკონსტიტუციო. ისე მოხდება რომ ყველა ეს სამი უпроსტად გამოვლენ და ცალ-ცალკე კომენტარებს გააკეთებენ რომლებიც ერთმანეთს მაგრად აცდება ერთი ალთასიტყვის მეორე ბალთას და გახდება საღადაო პროპაგანდა. არ მგონია რომ ეგრე იყოს, იმიტომ რომ არ მგონია რომ მან პოზიციონერების თვალსაზრისით სწორედ აი მან ყველაზე ნაკლები პრობლემა მგონია, მან მგონია რომ არ იქნება ეგ დიდი არა არის ის მგონია რომ პოლიტიკოსი როგორ გაგთხოვენ და უნდა ჩვენ მაგალითად საჩივარი გვაქვს შეტანილი და თქვენს ჩვენმა კოლეგებმა ცხენმა ვინც აკრძალულები არიან რომ ჩვენ ვაპირებთ რაღაც მე როგორ ისწრა მაგის შტაბეჭდილება ერთი თქვენი ასე ვთქვათ კოლეგა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომ ერთი რაღაცას რო იტყვის ხოლმე მეორე იმან ის უკვე თქვა ეხლა მოდი მე ცოტა სხვანაირად უნდა ვთქვათ გავიმეორებ აი ეგეთი დამოკიდებულება ეგეთი ინფანტილური ამბავიც არა პოლიტიკური მაგრამ რაღაცა მარცვლის სიმართლის არა მას მე რაც ამ მუნიციპალურ ჭყალებში არჩევნებში შეხვედით პოლიტიკურ ველზე ასევე ამ მრჩეველებშიც ნდობა თქვენს მიმართ მაგრამ დაიკარგა და როგორ გონიათ არ არის ხო ეგეთი მარტივ წინადადებაში ჩატევადი მე ხაი ხო გეუბნები მაგით დავიწყე რომ იმ საზოგადოებაში რომელიც დღეს აქტიურია პროტესტში ამომრჩევლები მინიმუმ და პარტიები ის ადამიანები ვინც დღეს აქტიურად არიან პროტესტში ის ადამიანებში გარკვეულწილად კი ეგ რეალობა ეგ არ არის ხო საერთო რეალობა არ არის ეგრე ვინ თulis ეხა დანარჩენ ხალხში მე სანდო პარტნიორად თუ არ თulis ეხლა ნუ დამაწყებინებ იმაზე ლაპარაკს ვის რამდენია გაფუჭებული იმის რომ მე არ ჩავთვალო სანდრო პარტნიორად პოლიტიკა ეგ თამაში არ არის სადაც აი ეგ საზომი მუშაობს პოლიტიკა არის ამბავი რეალური დღეს პრობლემა გამოყენეს ჩვენი ვალდებულება რომ ამ პრობლემას უპასუხოთ ამის იქით ეხლა მე არ ვაპირებ ნაცი რამდენად სანდოს და ესეც ხო პოლიტიკა არა ეგ უკვე თქვენი და გახარია ერთად რომ დაჯამდე 2024 შედეგები ქონათ 342,000 ხმა არ დამითვლება და ჩამოხვედით 160-ზე მე მგონი ორივე ერთად თუ არ ვცდები სადაც ეგრე განახევრებული იყო აი მათ ანუ გასაგებია ეგ ამბავი ნუ არ გავიდა ხალხი არჩევნებზე ამომრჩევლების ნდობაზეც ლაპარაკი ანუ არც თქვენ გენდობიან და არც იმ პროცესებს რომლებშიც არა გვიქცევს გიორგი ხა მე დავიცავ ხა რა ანუ ნახე ხა ეს არ არის რომ პირდაპირ ლელოს შემოგდა მე დარწმუნებული ლელოს რეიტინგი შემცირდა მაგრამ ეს პირდაპირ არ გახდა ლელოს რეიტინგი ზოგადად ხალხმა ხო არჩევნებს გამოუცხადა ბოიკოტი ეხა ეს პირდაპირ ამ პირობითად აი ხა რომ ჯანსაღი წესები ჩატარდეს არჩევნები ალბათ მეც აიღებენ ხო ეხა იმდეს ხო არ აიღებენ რაც მარტივი ამბავია რა ძალიან მარტივი ამბავია
ეგრე ეგეთი მარტივი ფრაზით ეგ არ შემოიფარგლება. იმედები რომ არა კარგ წესებში ისევ ლელოს მიცემ ხმასო ეგეთი ადამიანები სადღაც შუაში აიღებენ რაც ჰქონდათ იმას და მოიგო შუაში. ნუ ეგ ხო სოციოლოგია მეცნიერებაა კონკრეტული თავის ამბავი და ეგეთი ადამიანები. შეიძლება შენ აქ შეგხვდა მე შემოხვდა. როგორც უნდა ატრიალეთ ეგ სოციოლოგია იმის პრობლემა. არა მესმის ვიზიმაშვები რა ქვია პატივს ვცემ შენ მოსაძებას. ჩვენ დამოკიდებულება არის მარტივი. ერთ მხარეს იდო რა ჩემთვის. გეუბნები კიდე ერთხელ გიმეორებ არ ვიყავი დასაწყისში მომხრე არჩევნებში შეცვლის. რამ განაპირობა რომ მომხრე? ხო გეუბნები აი მანდ მივდივარ. ერთის მხრივ არის იყო ორი მოცემულობა ხო? ერთი მოცემულობა გეუბნება გაყალბებული არჩევნების შედეგებითაც კი რომელიც იყო 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები. საერთო ჯამი ანუ თბილისში ერთ ფრაზას ვეტყვი ბოდიში ამის წინ ჩემი აზრით ცვლილება მოხდება მაშინ, როდესაც სადღაც 200-დან 300,000-მდე ეგრეთ წოდებული სტატუს quo სამორჩეველი, რომელიც დღეს ოცნებას სტაბილურად აძლევს, ხმას აი იმ ამორჩეველს გარდავტეხავთ. რაღაცა ლეგენდები არსებობს, რომ იქ რაღაც სააკაშვილს ჰქონდა რიდი დასავლეთის და ამიტომ დათმო 2012 წელს ხელისუფლება და ბიზნეს ეგ რიდი არა აქვს. ეგ ხო სიგიჟე არა სხვა რამეს მომს სააკაშვილმა იცი რატო დათმო 2012 წელს ხელისუფლება იმიტომ კი არა რომ ის დემოკრატიული პროცესი იყო ან ის არჩევნები კაი რომ გაიხსენეთ ხო ეხლა ბავშვები ხო არც ერთი არა ვარ ხო გახსოვთ როგორი არჩევნები იყო 2012 წელს არჩევნები ისეთი მასშტაბი შეხებოდა ხო და შეხედე გაყალბება დასავლეთიც ეხოდა რომ რა იყო ცუდი ეხლა როგორ არის ცუდი საქართველოში ყველაზე კარგი არჩევნებად საქართველოში ყველაზე კარგი არჩევნებად თითქოს 2012 წლის არჩევნები ხო იმიტომ რომ ხელისუფლება შეიცვალა ერთ-ერთი არჩევნები იყო რომელიც ხელისუფლება ცვლილ გაიხსენე ის კამპანია. გაიხსენე რა ხდებოდა იმ კამპანიის დროს. გაიხსენე ვინ შეიცვალა. რატო შეიცვალა ეგ? იმიტომ რომ დასავლეთიდან ვიღაცამ დაურეკა ნიშას და უთხრა რომ დავაიხა წადიო. არა, იმიტომ რომ იქ დამთრგუნავმა უმრავლესობამ ქართული საზოგადოების ამომრჩევლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ უთხრა უარი წინა ხელისუფლებას. რომელიც გაყალბებულ არჩევნებშიც კი პროცენტები რეალური დაждდა დაახლოებით თანაბრად მეტნაკლებად. პატარა სხვაობა იყო. ნეგ ხო იმას ნიშნავდა რომ ამის უკან მაღალი აქტივობა იყო ძალიან 70% თუ არ ვწდები. 54.16.2. არ მახსოვს. მანამდე ზუსტად. შეხედე ეგეთი ამბავი იყო. დამთრგუნავი უმრავლესობა იყო. ანუ აი სტატუს quo როგორ არ იყო კაცო დამთრგუნავი უმრავლესობა იყო. შენ თუ არ ქნეგრე შენ მითხარ იყო. ამან შეცვალა ხელისუფლება. საქართველოში ხელისუფლება შეცვლის ეგ. ნაწილობრივ გეთანხმებით. მაგრამ რა დამასრულებელია რომ მეორე ნაწილი დამთრგუნავი უმრავლესობა იყო რომლის არჩევნების გაყალბებისთვის იქნებოდა ისეთი რაღაცეები ჩასატარებელი, რისით დატესტოს წავიდა ხაშურში, მაგრამ გაჩერდნენ. ისეთი რაღაცეები იქნებოდა საჭირო რომ დასავლეთიც ეთქოდა მე მიშას რომ შენ ბიძია ხო არ უბერავ და აი ეს ვეღარ გარისკა და ბიძინას არ ყავს ადამიანი რომელიც ეთყვის რომ მაგ შედარებას მაგითო არ ვაკეთებ. ის არ ეთყვის პუტინი. შეხედე რატო თქვი მე ჩვენ გვჭირდება აი ეგ ხალხი რომ აღარ იყოს ქართული ოცნების ამომრჩეველი. აი ეგ გვჭირდება ცვლილებისთვის. მაგას რომ მივახციოთ არის რა ვიცი მარტივი ამბავი. თბილისის მაგალითი აიღე. თბილისში აყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვითაც ხო დამთრგუნავმა უმრავლესობამ მოუგო კოცებს 24 წლის ოქტომბრის არჩევნებში. კოცებს ჭირდებოდა თბილისის მოგება? კოცებს რა თქმა უნდა ჭირდება. კოცებს ახლა ყველაფრის საპარლამენტოში ის ყველაფრის მოგება ჭირდებოდა. დედაქალაქის ჭირდებოდა. დემონსტრირება ყველას ჭირდება. ეგრე რაციონალურად თუ მიხედავ საერთო რიცხვებით და იმიტომ რომ რაღაცა ეგ ეთიკური უმცირესობებით კომპაქტებად დასახლებული იმით გადაფარავს. არ არის ეგრე. სიმბოლოა პოლიტიკაში დედაქალაქს როცა ხელისუფლება. აგენ ეგ არის ძალიან დიდი პრობლემა ხელისუფლების. ყოველთვის პრობლემა იყო. 2.294.294 ადამიანმა ჩაყარა 2012-ში. კი ბატონო ეს არცდება სტანდარტულ აქტივობას საქართველოში 55-დან 60%. კი ბატონო, რიცხვი დიდია მაინც 2 მილიონზე მეტი არჩეული და იყო. ხო, მაგას ესეც დიდი აქტივობა. სულ ეგრე არა, შეხედე რას გეუბნები. თბილისის ამბავი მნიშვნელოვანია, გეთანხმებით. თბილისი ხო მნიშვნელოვანია, თბილისის წარქმევა. ზოგადად ეგეთ ჰიბრიდულ ავტოკრატიებში ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქის წარქმევა და ეგეთ ქვეყნების მაგალითი ბევრია, სადაც ჰიბრიდული ავტოკრატია და დედაქალაქს ართმენ უნგრეთი, თურქეთი, ასე შემდეგ. შეხედე ის მოცემულობა რუსული ხელისუფლებაა და რამდენსაც უნდა იმდეს ჩაყრიანო და ამიტომ დავთმეთ მანდატებიო, მე აღარ ჯდება.
როგორ არ ჯდება. ეს მოცემულობა ერთხარეს, რომ გააქვს საშუალება, რომ რაღაცა პროცესი შეიტანო გარდატეხა. ანუ იმით, რომ პოლიტიკური პარტიები აი ამ საარჩევნო პროცესს გამოიყენებენ იმისთვის, რომ თუნდაც დედაქალაქში ძალაუფლება ყველას უყვარს საქილიკო თქმა, გამოგლიჯო, ხო ეგრე არის, გამოგლიჯო დედაქალაქში ძალაუფლება. რაც მნიშვნელოვანი, რაც რამეს კი არ შეცვლის ფუნდამენტურად დიდს ეხლა და ეგრევე ხელისუფლების ცვლილება კი არ არის. ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგება ყველა ის ადამიანი, ვინც ქალაქის ხელისუფლებას ჩაუდგება სათავეში აგერ იხილე სტამბოლის მაგალითი. ხმა არ დაიჯერა რომ ამ რუსულ ხელისუფლებას ხალხი დაიჯერებს მაშინ, როდესაც ის აქტორები, ვინც ეგ საქმე უნდა გააკეთონ, სწორად მიუდგებოდნენ ამ საქმეს და იტყოდონ რომ გიორგი წადით არჩევნებზე თქო. მათ შორის შენ და გიორგი იტყოდით წადით არჩევნებზე, ოღონდ შენ და გიორგი მეორე სერიაში იტყოდით მაგას. პირველი სერია ის აქტორები, ვინც მიიღონ მონაწილეობა, იმათმა თქვან, რომ ეს უნდა გავაკეთოთ. იმიტომ კი არა, კაი ქვეყანა. იმიტომ რომ ეს უნდა წამოვიდა. მეორე მხარეს რა იყო? მეორე მხარეს მე ვერ ვხედა, ვერ დავინახე. იმ მომენტში როცა მეც მივიღე გადაწყვეტილება, მეორე მხარეს ვერ დავინახე ის გარდატეხა კონკრეტულ მომენტში რაც შესაძლებელი იყო, რა მომენტში ვიყავით, ის გარდატეხა, რომელიც პროცესს რაღაცა დამატებით გარდატეხა ველოდებოდით რამდენიმე დღეში ან რამდენიმე საათში და ეგ არ ხდებოდა. არ ველოდებოდი რამდენიმე დღეში ან რამდენიმე საათში. მაშინაც მეგონა და დღესაც მგონია რომ ეს ვრცელი პროცესია და მაგის ნერვები მაგ და უძლებ მაგ პროცესს და მაგიტო არ ამ საქმეში ესე და არ მგონია რომ ეხაც კიდე ფარხმალი დასაყრელი დელეგიტიმაცია არის ოცნების დისკომფორტი, რომელიც იმან გამოიყენა, დელეგიტიმაცია არის მთავარი დისკომფორტი, მაგრამ ეგ არ ყოფნის ხელისუფლების ცვლილებას. დღეს არ ყოფნის ეგ. და არც იმას არ ყოფნის, რომ რაღაცა პროცესის გარეშე ამან გარდატეხა ნახოს. დისკომფორტში ყოფნის პროცესი, როგორ რა, დისკომფორტში ჩვენც ავართ, ყველანი ვართ დისკომფორტში. აი ხა მოდი ამ ჩემს გადავიდეთ თემაზე, მე არ მიგონია. კომფორტში არავინ არ ავართ, ხო და ლეგიტიმაციის შემთხვევაში ჩვენ ისე დისკომფორტში ვიქნებით და ისინი კომფორტში. ამ ორ ამბავს შორის რა შვებით იბძვით, უნდა ვიბრძოლოთ. საკრებულოებში პირველი სხდომები იყო, პირველ სხდომებზე დავსვით კონკრეტული საკითხები. ეხა მეორე სხდომები წამოვა ამ თვის ბოლოს, ისე ვაგრძელებ. აი რა საკითხები არ გადავიდეთ. რა უნდა შეცვალო ეგეთი, ეხა თითო კაცი ყველა ამ საკრებულოში. მე კი არ ვამ, ეხა შეხედეთ. მაგაზე აქ ეხა ისე კი არ გამოგვიყვება. აი ერთი კაცი ეუბნება რა უნაქნაო და რას ამბობო. გიორგი შეხედე რა შეასაქმე. გიორგი შეხედე რა შეასაქმე. მე ეხა იმის მართლებას აქ კი არ დავიწყებ, რომ მარტო რო არჩევნებს შევედით, ეგ კაი ამბავი იყო, მაგით დავიწყეს ლაპარაკი. ის ფაქტი, რომ ნაწილი არჩევნებს შევედით და ნაწილი დარჩა ბოიკოტში, ეგ იყო მთავარი ყველაზე ცუდი სცენარი. ეხაც მეუბნებით, რომ არ ვლაპარაკობთ, მაშინაც ხო ეგ იყო პრობლემა, რომ ვერ დაილაპარაკე. ხო, ფაქტი მკითხე ეხა თორნიკე. ხო არ მოგატყუებ მე ეხა. კარგი ხენის რო არ მომატყუე. კარგი. გეუბნები ამას ოღონდ იქვე დაგიყოლე. სალაპარაკოა. ეხა ხაზო და სალაპარაკოა. არ შეუძლია დაურეკოს თენგო თევზაზე. მაგას გეუბნები რაღაცას ვაკეთებთ თქო, ჩვენ ადამიანურ ინდივიდუალურ დონეზე, ვისაც ადამიანური ურთიერთობა გვაქვს, ამას ვაკეთებთ ერთმანეთში ვცდილობთ რომ ვილაპარაკოთ იმისთვის რომ იგივე შეცდომა არ დაუშვათ. ოღონდ არა მიდის მოსამზადებელი სიტუაცია დასალაპარაკებლად. მოიცა ერთი წამი. აი ერთობა რო ვერ შედგა. და რომ მიხვდით რომ შესვლა იქნებოდა 1-2 სკამი შედეგად. და ამასაც მაგარ არის შესვლა იქნებოდა პრინციპული პოზიცია რომ იქ ჩვენი გადაწყვეტა არა ჯიუტად არა ჯიუტობა ეგ არ არის ეგ არის ხო დაზადნავდნენ ეხლა მამუკა ხაზარაძე აბა გადავიდოდა ნიკა გვარამიას პოზიციაზე პოლიტიკაში იმას თუ არაკეთებ რაც გონია რომ სწორია ძალიან სულ საქმეს უკეთებ შენ თავსაც და იმ ხალხსაც რომ შენ ხმარს გაკეთებ. კაი, აღარ ვიტრია არ მაინტერესებს გახარ ერთად მოგადამითული მაგ ძალას ძალიან ხო მე ჩემი ძალა და გახარია. ყოველთვის ცალ-ცალკე აბა ჩვენი ზარალი მივიღეთ. ჩვენი ზარალი მივიღეთ მან ამ არჩევნებში. და მე მგონი არავინ არ უნდა იყოს ბედნიერი მაგამით. ჩვენ კი არა ვართ მაგით ბედნიერი, არავინ არ უნდა იყოს. არავინ არ უნდა ჩათვალოს. არავინ არ უნდა ჩათვალოს რომ ეგ კაი პონტია. არავინ არ უნდა ჩათვალოს რომ ისე გახარეს და რა ხაი მეორეს ეთქს რომ აი ისე გახარეს და ეს ყოფილი ცოლქმარივით მშვიდობიანა დაიშალეთ და თქვენ ცხოვრობ. შენი და გახარეს ურთიერთობა იყო საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში. ფიქტიური ქორწინება. ის მე არა გვაქვს ხა არავით არის ესეთი რაღაც. მოდი ამ ერთიან რავი არ მიყვარს პოლიტიკაში ეგეთი რაღაცა შედარება მარიტალური შედარებები ჩვენთან პრობლემა მიქნება. ეგეთი გადაწევა. მე რამდენი გახდა მაგაც 12,000. არა ეგ არის დარიცხული რამდენი 10-ის ფარგლებში. მოდი ახლა გადავიდეთ 9,600 ამ თემაზე. ჩემი საქმე ამ თემაზე დიდად არ მინდოდა კიდე
მაგაზე თვითონ ილაპარაკო დისკუსიის გახსნა მაგრამ ხარაფის გამკეთებლები ეგრე გახსნილია არ ვიცი ხო კითხე რო დაბაძებ რას აკეთებ რომ მოვლენ ახარიას და მე აკეთებ ეგრე ცალსახად ნუ ვიტყვი შენ რაღაც მოჭრილად დგები რაღაცეებს რა მე ეგრე მოჭრილად არ ვდგები რაღაცეებს აი რა მითხარი რა არ ვიცი არ ვიცი უცხოად გეტყვი არ მაინტერესებს შარაშ გიორგი შარაშიძე თქვა რომ აი ესე ფოიებში ბრიფინგებს რო ჩავატარებთ რომ მანდ მიპოვე რომ ვიბრძვიო და თქვენსაც მიპოვოთ რომ საერთოდ არ ვიცი იპოვე სადაც გინდა მაგაზე არ ამბობ მოკლედ გამაცადე ბიჭო დავიწყე და რაღაცა ეხა შევდივართ რა ბრძოლა გინდა დაინახო მითხარი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ რეჟიმის მოშორების წინააღმდეგ ბრძოლაში აი მაგაზე რა დავაკეთე აბა მაგ ბრძოლას მითხარი რა ეტაპზე რა დავაკეთე რა ყველგან იყო მაგ ბრძოლაში ლელო ყოველთვის ყველგან იყო და ეხაც იქ არის სადაც უნდა იყოს ძალიან მაგარი ბიჭები ყავდათ აზერებს რო ანათებდნენ ძალიან ბევრ ამას აკეთებს ანუ აქციასთან სხვა ამბავი ძალიან ბევრი ხო ესეთი რაღაცა სიტყვა კონცეფტს უყვართ ხოლმე და ხო გეტყვი რა ჩამოგიჩვენე თუ გინდა ის წერტილები სადაც ეხა უნდა ვიბრძოლოთ ერთი ეს არის საერთაშორისო მიმართულება სადაც მანდ გითხრეს რომ შავ დღეში ვართ ევროპარლამენტარებმა გითხრეს რომ ძალიან ცუდი სიტყვები გითხრეს ყველაზე თქვენზე გეტყვიან მაგას იმიტომ რომ მანდაც პრობლემა არის ის რომ ერთიანი პირი არ არის ცივილიზებულ საზოგადოებაში ზოგადად და ეგ პრობლემა აშკარად გვაქვს ეხა ფაქტია ცივილიზებულ საზოგადოებაში არათუ ოპოზიცია დგება როდესაც ერთიანი ხედვა აქვს საერთაშორისო როლის სტატუსის ქვეყნის არამედ ნორმალურ ქვეყანაში მიუხედავად ძალიან დიდი განსხვავებებისა ხელისუფლებასთან ყველა ერთ პოზიციაზე თანხმობით იმიტომ რომ ეგ არის ეროვნული ინტერესი როდესაც საერთაშორისო პოზიციებში შენ შიგნით რაც არ უნდა ხდებოდეს, შენი მტერი და მოყვარე გარეთ არ იცვლება, ამიტომ ერთიანი პოზიცია უნდა გქონდეს. ეგ არის ძალიან ცუდი ამბავი. სიტყვა და ერთიანი მესიჯი. იმიტომ რომ კომუნიკაცია არ არის. ძალიან ცუდი ამბავი, რომ ფაქტობრივად ერთ-ერთი იშვიათი წერტილი, სადაც მაგას ვახერხებდით, იყო ერთიანი გლობალურად. და ეხლა რა მოხდა? პირდაპირ გეტყვი. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, განსაკუთრებით ხო, ყველას იქ ყავს დიდხნის პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც არ გვიმალავენ მაგალითად ჩვენ იმას, რომ იმ მომენტიდან, როდესაც აი ეს პროცესი დაიწყო ისინი ბოიკოტში ჩვენ არჩევნებში, ჩვენი პარტნიორები წყალებში და კოლეგები იქ მიდიოდნენ და იმ მაგებრად რომ ოცნებაზე ბევრი ელაპარაკა, ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ მაგალითად ჩვენზე და ძალიან ცუდად. არც ერთხელ ეგეთი რამე ჩვენი მხრიდან არ მოხდა. გიორგი, შემილია რა ვიცი, დავიფიცო. იმიტომ რომ ეგეთი დამოკიდებულება გვაქვს ამ საკითხთან და ეგ ამბავი ეგრე არ შეიძლება. კარგი, დამას პრობლემა გავიგე, ეხა კითხვა უნდა დავსვა ერთი წამი. ხო და ეგ თუ გინდა რომ შენ ეგრე შეხედე, რომ ჩვენც ვამბობთ, ოღონდ არც ერთ შემთხვევაში ეგ სიტუაციას არასწორებს სამხრივეთ რომ ძალიან დიდი პრობლემა არის. ამ მიმართულებით ჩვენი არხებით რაც შეგვიძლია მუშაობთ და კიდევ ერთხელ ვამბობ აუცილებელია. ვერ ვაწყვეტინე პოზიცია. ყველას ვაწყვეტინე ხოლმე ამას ვერ ვაწყვეტინე მაინც. ერთამეს ვიტყვი და მე ისკენ. მაგალითად ეხა დიდი და მნიშვნელოვანი და პოლიტიკური თემა არის, რომელიც კონცეფტს აშკარად სერიოზულ პრობლემას უქმნის. არის ის დიდი უბედურება, რომელსაც ეხა ყიდიან როგორც 6 მილიარდიან ინვესტიციას ამ ქვეყანაში. ორი ანკლავის კონკრეტული ერთი ქვეყნა ხალხის ანკლავის შექმნა საქართველოში, ჩვენი და ჩვენი საერთო სახელმწიფო მიწის ხარჯზე. ამიტომ იქ პრობლემა არის. შევეცდები მაინც რომ ახედა საერთოდ ბიჭო დამაცადე. ახლა კიდე რაღაცა სკროლი მიდევს მეთქი და იმით რაღაცა შეუჩიჩხინე. მე საერთოდ არა. მაგას მანდ მიდივარ მეც. მაგითო ტკივა თორე რატო ეთკინება არაბები მართლა კი არ ადარდებ. ახლა მინდა გადავიდე თემაზე. ამიტომ მაგებზე მუშაობ. ბოდიში. ახლა მინდა გადავიდე თემაზე, რომელიც რაღაცნაირად გაიხსნა მედიაში, მათ შორის ერთ-ერთი გამხსნელები ამ ამბის თქვენც იყავით. და ეს თემა ეხება მოსალოდნელ ახალ არჩევნებს. მოსალოდნელ არჩევნებს გაზაფხულზე პოზიცია დავაფიქსირეთ. რომელზეც არა, თქვენ იმიტომ გახსენებთ ესეთ კონტექსტში, რომ მათ შორის ირაკლი კუპრაძემ თქვა, რომ ინფორმაცია მაქვს, ის კი არა რომ ესე ვფიქრობო. ხო, ირაკლი ანუ ეხა ესე მე გამარტივებულად მიყვარს. ერთი წამით ბიჭო, რა გჭირს დღეს, რა გჭირს ყველას ერთად. ეს ყავაში რამე ხო არ ეყარა. არა, თან ისე რომ ირაკლი ბევრი რამე თქვა. ანუ ეხა ესე ჩანს, მე ისე უნდა გავამარტივოთ, რომ არ მოგწოთ ჩვენი გამარტივებები და გამარტივებები კი არ მომწონს. თბილისი უნდა გამოგვლიჯოთ, changed its name to საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა გამოგვლიჯოთ? არა, რას შუაშია ეგ? აბა
რატო არის ეგ თემა საკონსტიტუციო უმრავლესობა რა შუაში? იმიტომ რომ ეგ არის ძირითადი არგუმენტი, რომ საკონსტიტუციო არ მიიღო ახალ არჩევნებში შესვლის ამბავი. შეხედე მე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე რაღაცა ისეთ ჰიპოთეტურ რაღაცებზე ლაპარაკი, რომლის რეალურ პოლიტიკოსების საქმე ეგ არ მგონია, ეგ მგონია პოლიტიკური ანალიტიკოსების, ჟურნალისტების, მიმომხილველების საქმე, რომ რაღაცა ეგეთი ჰიპოთეზები, რაც დისციპლინას არ უჩანს. თქვა რომ არჩევნები ჩატარდებაო? რავი, ირაკლი კუპრაძე ინგასთან მარტო მაგაზე ლაპარაკობს. ირაკლი კუპრაძემ თქვა რომ მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ აი ეს ოფიციალურ წყალობებიდან, ხოცების მხრიდან გრესმის ეგ ამბავი, რომ მაგას აპირებენ. ჩვენ დავინახეთ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, საზიზღარი, კატასტროფა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ამან დაინიცირა მეტნაკლებად ეგ ეჭვი. თუ არ გვესმის ირაკლი საიდან აქვს ინფორმაცია, აბა სუსტი არ ამგონია. სხვა რამესთან მივიდივარ. პირდაპირ გეტყვი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. პირველი, რა ის სტატუს კოს ამორჩეულს რასაც ვეძახი, ის 200,000 კაცი რაღაცა ფორმით დავარწმუნოთ. გადავტეხოთ ეს ამბავი ძალიან სულ პირობებში, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საარჩევნო წესები, აი ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის. შეხედე ბრძოლაც კიდე არ მინდა ამ ტერმინს გამოყენება. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის. ვიმუშაოთ ერთმანეთში დასვაში ყველგან რომ მივიღოთ ნორმალური წესები პოლიტიკური თამაშის, არჩევნების და არჩევნებით შევცვალოთ ეს ხელისუფლება. კი, ეგ არის ერთადერთი გზა ამ ქვეყანაში სწორი ხელისუფლების შეცვლის. ჩვენ კიდევ ერთხელ გავუმეორდებით, ამ ქვეყანაში გვინახავს კონკრეტულად ხელისუფლებების ცვლილებები არჩევნების გარეშე და არც ერთი კარგი ხარდამთავრება. ამიტომ კი, არჩევნებით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და კი, მანამდე ოღონდ ბევრი რამე გქონდეს. ხვდები როცა ეს აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. აი, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა წესებზე. მე ყველა ოპოზიციურ პარტიას ვუჩიჩინებ და ეს ყველას ერთნაირად ეხება. ბოიკოტის ფლანგია თუ არჩევნების ფლანგია თუ რას გინდა დავარქვათ. აქციის ორი მოთხოვნა რო არის. ერთი რო არის პოლიტპატრონების განთავისუფლება ძალიან ცხადი. და მეორე მოთხოვნა რო არ არის ცხადი, რო ვიძახით რომ სამართლიანი არჩევნები. აი ეს არის დოკუმენტი, კონკრეტული დასადები, რომელსაც როგორც ვიცი მე ზურაბიშვილის ფორმატში განიხილავდით ყველა ერთად, რომ აი როგორი უნდა იყოს ეს სამართლიანი არჩევნები. და აი ეს ხომ გასაკეთებელია რომ და თქვენ თუ ხართ უბრალოდ ეხლა თქვენთან ეს კითხვა მაქვს კონკრეტულად თქვენთან. თქვენ თუ ხართ მზად რომ აი ეს დოკუმენტი თუ შეჯერდა რომ არჩევნებში, ახალ არჩევნებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, თუ ეს არჩევნები იქნება ესეთი და ესეთი და სხვანაირში არ მოვდივართ, ესეთი დადე, ყველა ერთად მოვდივართ. აი ამაზე თუ ხართ თანახმა. მე ვარ თანახმა იმაზე, რომ ყველანი ერთად არჩევნებში შევიდეთ. აი მაგ წესები. გავიგე რომ იკითხე და მაგაზე პასუხობ. ნებისმიერი წესებით არა, შეხედე არსებობს ეტაპები თქო, მაგას ვამბობ რა. პირველი ეს არის ბევრი მუშაობა იმ ამომრჩეველთან, რომელიც დღეს ოპოზიციას არ აძლევს ხმას. გარდა გაყალბებისა, არის დიდი მდგენელი, რომელიც არცლის ხელისუფლებას პირველი არის ეგ. მეორე არის ბრძოლა წესებისთვის და მესამე არის არჩევნებში მონაწილეობა. ოღონდ არც ერთი არ არის პირობა. არა თქო, არა, გეუბნები რომ პირობების დაყენება არ არის ახლა სწორი ამბავი. ეხა არის ნებისმიერი ფორმით კონსოლიდირება იმისთვის, რომ არჩევნებში გადაიღოს. სანამ პირდაპირ პასუხს არ მივიღებ, გიორგის არ დავასვენებ ახლა. მე პირდაპირ აღარ გიქნა. თუ სწორად გავიგე, მაშინ დავიზუსტეთ. თქვენ არ გამორიცხავთ, ასე რბილად ვთქვათ, რომ არსებული წესებითაც მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. აი ისეთი ამბავი არის ეგ, ხო, დაზუსტებით ვერაფერს ვერ გეტყვი, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს წესები შეიცვალოს, მაგრამ ნებისმიერ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება, არ გამორიცხავთ კი არა, მიიღებთ მონაწილეობას. მივიღებთ. ო, არა, მაინტერესებს. აუცილებლად და ყველაფერს ვიზამთ, რომ ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა. თქვენ როცა ამბობთ, რომ ყველაფერს არ გამორიცხავთ, რომ აქ წესებითაც მიიღოთ. ოცნება რაღაცე წამოვა დათმობაზე. წესების შეცვლისთვის უნდა ვიმუშაოთ. ეხლა იმას თუ მეუბნები, რომ ამ წესებით აი არ მომწონს, ეგ ამბავი არ მომწონს, რომ დავთქვათ რაღაცეები და მე ამ სიტყვების ტყვეობაში აღმოჩნდეთ პოლიტიკური პარტიები, რაც ბევრჯერ მოხდა ამ ქვეყანაში. არ ვაპირებ მაგის გაკეთებას. აი პირობითად კონკრეტულ რაღაცას ვაპირებ რა. აი არჩევნების მერე რა შეიცვალა. აუგზავნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ეგ რავი, ნორმალურია, არა, ანტიკონსტიტუციურია, ბოროტება არის. არჩევნებში ამის გამო მონაწილეობას არ მიიღოს პოლიტიკურმა პარტიებმა, ანუ კიდევ ერთხელ იმ წერტილში მივდივართ, რომ ის საქმე, რაც მთავარი არის პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესში იყვნენ და არჩევნებით ხელისუფლება შეცვალონ, მაგაზე უარის თქმა, სიგიჟე მგონია და ყველანაირად გეტყვი. ამოვწურო რა ეს თემა. ბოდიში და მე გავჩუმდები. არჩევნები არის მთავარი საქმე პოლიტიკურ პარტიებში. მე მაგალითად როგორც მოქალაქეს მინდა რომ როგორც მინიმუმ
ის ცვლილებები გაუქმდეს, რაც არჩევნების მერე შევიდა, რომ ვერიფიკაციის აპარატთან დადგომა რო არ შეიძლება, ყველაფერი უნდა შევიდა და ემიგრანტებს უგზავნეს. აი, ხო და ოცნება რატო გააუქმეს? ოღონდ არ მინდა რომ წინაპირობაზე. ხო, მესმის, მაგრამ აი მეორე მხრივ ხო ეს კითხვა არსებობს, რომ ოცნება რატო გააუქმებს ამ ცვლილებებს, თუ ლელო, ახალი ნაცები გახარია ცალცაკიან ყველა ერთად, იტყვის რომ მაინც მივიღებთ მონაწილეობას ალბათ. მრავალმხრივი საზოგადოებრივი წნეხი, ის რა ფუნქციას დღეს აქვს სამოქალაქო აქტივიზმს, რა ფუნქციაც აქვს პროტესტს, რა ფუნქციაც აქვს ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც შეუძლია იყოს აქტიური, ეს ზეწოლა იქნება თუ შესაბამისი ზეწოლა საერთაშორისოც ისე ფორმირდება და თუ პოლიტიკური პარტიებიც მოვამხერხებთ რომ ერთიანი პოზიციები გქონდეს, ასე მგონია რომ ოცნება იქნება იძულებული რაღაცეები შეცვალოს. ო, მაგერთიანობ წესებზე გეუბნებოდით, თქო, ეგერთიანო უნდა გამოიხატოს სიმხარეში, რომ ესე არ დანიშნავთ თქვენი დედაცვათი. კომპლექსი არ მაქვს, თუ კითხვას დამისვა რომ აი ეს თუ არ იქნება, ის თუ არ იქნება, მიიღებ, გეუბნები რომ პოლიტიკური პარტიების თავარი არსებობის აზრი და ფაბულა არის რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. სხვა შემთხვევაში რავი სიგიჟეა პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირება. ჩვენ ლელო ძლიერ საქართველოს არ გადავკეთებულ ვართ ჯერ რამე ის რა ქვია. იატაკქვეშა ორგანიზაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რეალური საფრთხე არსებობს მაგისი, რომ გადავკეთებთ მაგას. საპარლამენტო ბოიკოტში ვართ. მანდაც იცი როგორი ამბავი არის? რა არა. დაინტო ჩახსნე სიები თო ჩახსნე რო არ ხოდა შევიდო. მაგაზე ხუმრობას ყმენას ვერ მივიღებ ხა. მაგაზე ყმენას ნაღდათობი და ბევრი ისროლე გავატარე, ოღონდ მაგაზე არ მივიღებ. იმიტომ რომ სხვა ფრაზას ვამბობ თქო ხა რატო საიდან დაასყრენი რომ უეჭველი შევიდოდით ხო ეგ ხო არა სერიოზული. რა შემატყე. აი გეწყვი. არც ითხოვთ, არაფერს არ ითხოვთ არჩევნების წესებთან დაკავშირებით. აუ, გიცხარი მთელი კასკადი რა უნდა გაკეთებინი გულიყო. ანალიზებთ რა მოხდა თქვენ ელექტრონულ ბაზაში, რატო მოხდა განახევება. მაგ კითხვა ჯერ არ დაგიშვია და მაგაზე გიპასუხებ მაგის პრობლემა არ ამარ. ოღონდ შეხედე გეხოცები რა ის ამბავი თქვა. არჩევნები ასეთ არჩევნებს არ ენდობა ეს ცხადი თქვენთვის არის თუ არ არის? ძალიან არ დაუძებო ნაჯდომია. აი ხო. ხო რაღაცები არის ისეთი, რაზეც ამორჩეველი გაიგო. სიგნალს გაძლევთ, რომ ესეთ არჩევნებში არ წარმოკვდება. ოღონდ იმით არ არის ნაჯდომი. როცა დაჯდებით ადამიანელი არჩევნების წინ ეთერში და კვლავ დაიწყებთ, რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ, ანუ ჩვენ ისე უნდა დავარწმუნოთ მოქალაქეები. აი ნუ ხატავამ რაღაცა ჯოჯოხეთურ სცენარს გეხვეწები არ არის ეგეთი ამბავი. რაც გვიქნიაზე ანუ სხვა ამბავზეა, სხვა ძალიან დიდი თემა არის ეგ. საპარლამენტო არჩევნები. წინა კითხვა რა იყო გამახსენე? წინა კითხვა იყო ზოგადად რომელზეც მინდოდა პასუხი გამეცა და ეხლა შეხვიდოდით არ შეხვიდოთ. ბოიკოტში შეხედეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? უდიდესი ბოროტება. რა არის? რა იყო უპირატესი, რასთან ბრძოლა იყო უპირატესი პოლიტიკური პარტიებისთვის. იმასთან რომ ჩვენ იქ შესვლით და იმ წესების მიღებით, რაც 24 წლის ოქტომბრის არჩევნების მერე დადგა. შიგნით შესვლით მაგალითად პოლიტიკური პარტიებს და რაღაც ამდენი კაცი იყო 62 აქტიური ადამიანი იქ მოახერხებდა თქვა გარდატეხას თუ ამის ბოიკოტი და არაღიარება ბევრად უფრო დიდ შედეგს მოიტანდა. სწორად უნდა გარდატეხა შეიძლება. ხო და გეუბნებით ხო პასუხს. ის იმაზე ბევრად უფრო სწორი, ანუ იქ შესვლაზე და იქიდან მცდელობაზე რომ გარდატეხა მოგეხტინა, ბევრად უფრო სწორი იყო, მაგრამ ამ თამაშის წესებს არ მივიღებ. დავამთავრებ და მაგას. აი ხო ვიცით. არ არის პრობლემა. დაგეჭილი თემები. იმ თამაშის წესებს არ მივიღებ, ამიტომ დადგა ეგ ბოიკოტი და მაგ ბოიკოტმა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეგ შედეგი არ აღმოჩნდა საკმარისი ცვლილებისთვის. აქ პრობლემა ბევრია, მათ შორის ისიც, რომ უდიდესი შანსი ის უდიდესი ენერგია, რომელიც დეკემბერში აკუმულირდა და მერე გამოვიდა თბილისის ქუჩებში, რაღაცა მომენტში პოლიტიკურმა პარტიებმა გაუმაზეთ ამ პროცესის გარდაქმნა სხვა რაღაცაში. პირდაპირ უნდა ვთქვა. ეგ არის მანდ პრობლემა. ეს რაღაცა ფილოსოფირება და რაღაცა ცდელობა რომ კარტეზიანულად ვიფიქროთ და კრიტიკულად შევხედოთ ისეთ რაღაცებს, რასაც წინასწარ უნდა შეხედოთ, ჯობია რომ სწორ რაღაცაზე მივმართოთ რა, ყურადღება და სწორი რაღაცა გავუგებოთ. თუ მეუბნები რომ ანალიზი გააკეთე, რაღაც ანალიზი არის ეგ რომ ბოიკოტში წავედით და ამ პროცესს გაგრძელება უნდა ქონოდა, ეს გაგრძელება ბუნებრივი სხვათა შორის ბოიკოტით ხო არ მომხდარა ხო? ის
აქციები იყო, ხალხმრავალი იყო, ოღონდ თავარი აქციების და თავარი მუხტი გაჩნდა 28-ში, მალე იქნება. წლის თავი 28-ში გაჩნდა ეგ მუხტი 28 ნოემბერს და მაგის მერე ხო უნდა რაღაცა ფორმა ამისთვის მიგვეცა პოლიტიკური, რაც ჩემი აზრით გავმაზეთ იმის ზახილით, რომ ხო ეხა პოლიტიკოსების დრო არ არის. პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკოსების დრო ყოველთვის არის. კი ბატონო. ეგ არის ამბავი. ხო და ეხლა რა შეხვიდოდით რომ ამბობდით, ხო მან კიდე არ გამოგხდა. პასუხი მივიღეთ. მე მაინტერესებს, აი ეს თელს მაინტერესებს. აი საკრებულოებში შარაშიძე უნდა რომ ასე ვიბძვით. მაინტერესებს საკრებულოები და შარაშიძეზე და რატო გეუბნები? მაინტერესებს, ანუ ლელო რო მე საქვია ასპონსორებს რაღაც პოსტებს. ეგ არის თქვენი პოლიტიკის კეთება. აი ხო გითხარით ხო არ არის ეგ Facebook-ზე პოსტების და სად ჩანხართ? ქუჩაში, აქციაზე, სადმე პოლიტიკურ პარტიებთან ერთად. აი რა ეხლა აი ეგ ხო რაღაცა შენი ჩამონათვალია. პირადი რასაც მიჩნევ პოლიტიკურ აქტივობას და ო ეგ შენი ჩამონათვალია და ჩემი არ არის ეგ. პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობა არ არის პოლიტიკურ პროცესში რაღაც წვლის შეტანა. აქციასთან როგორ არ არის? ვინ გითხრა რომ არ არის კაცო? ვინ გითხრა რომ არ არის? ამ ჩემ ჩამონათვალს ო შენ ჩამონათვალზე ბევრად უფრო მეტი რაღაცა არის თქო. ქუჩაში დგომა აუცილებელია, არ არის პოლიტიკური პროცესი. არ შარაშიძესთან ხარ. რატო შარაშიძესთან? რა შუაშია შარ? როგორ არა ვარ? ჯო, ქუჩის ოპოზიცია აქცია არ ყოფილა მეგონი. დგომა არ არის ჩვენი სტუდია. მე არ გინახი ვარ ქუჩაში აქციებზე. შარშან წინ კი წელს ეხა აი ყოველთვის არ გინახი ვარ აქციებზე. და რავი და ლელო არ გინახი აქციებზე და ლელოზე მეუბნები რომ პარტია არ არის, რომელსაც არ შეუძლია ქუჩა გაითავისო. ლელოს რავი მე მგონი ვერ აღიქვა სერიოზულად მაგალითად. როდის იყავით ბოლოს? ვერ აღიქვა მე მგონი სწორად მაგალითად. ხა რა გიკეთებია მათ შორის ქუჩის წარსულია. აწმოზე მაგალითად შეხედრება ამბავი არის. დღეს ეგ ხო პრობლემა დადგა, იმიტომ რომ თქვენი ნაბიჯი იყო არასწორი სტრატეგიულად. არავითარ პრობლემა მაგაში არ დამდგარა. პრობლემა სხვაგან იყო თქო და მაგ პრობლემაზე ვილაპარაკეთ. ხულა სიორიზმს მე მგონი თუ არ ვწდები და არც კი გაჩერებულა მართლა. აი ეგ იყო ბოლოს ლელო როცა ვნახე რუსთავს. მაგამდე ისვნათ, მაგ დავიყვანოთ ეხა ეგ რა ვიცი მინდა თუ თანამებრძოლები ვართ ეხა ისაც ეხა ეთქვი რატო არა ვარ ეთქვი რატო არა ვარ ეგ შენი აზრია. ონ მე გეტყვი ჩამო. აი ნუ ეხა მეორე მხრივ მე ნებისმიერ მომენტში მივიდა ეს გეგელია და შემილია ეგ მოვიდა ხო და არასწორი იყო ეგ. ეგ იყო აი ბანძესი რამე, რაც შეიძლება არა ჩემი აზრით არასწორი იყო, ვიღაც ჩემზე ბანძესი რამე იყო თქო. შეგიძლია ადამიანს აკადემიურად უთხრა რომ აი თაზო, შენ ჩემი აზრით არასწორად მოიქეცი და ჩემი აზრით თუნდაც ის უთხრა რომ შენი ადგილი აქ არ არის, მაგრამ ეხა ხელი ფიზიკურად ხო აღარ მინდა. შეხედე რა არ მინდა. საერთოდ არ მინდა. საერთოდ არ ჩანა რას ნიშნავს? რუსთავები თქო. რა არის მაგრამ თავარი ამბავი. იქ სადაც ჩვენმა მოსვლა. ჩვენი ლელოს ლიდერების მოსვლა. შეიძლება გამოიწვიოს პრობლემა, დისკომფორტი, ნაწილში ადამიანების რაღაცა, არ ვიცი, გულწრფელად ვთქვი, შეიძლება ვიღაცაში აგრესია, ვიღაცაში დისკომფორტი, არ მინდა ამ დისკომფორტის გამოწვევა. თვითიზოლირებას აკეთებს რუსთაველი. შუაშია თვითიზოლირება რუსთაველიდან ეგ რაღაცა უცნაური არის. გეუბნები თქო, გეუბნები რა არის. ის პროცესი ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი. შეიძლება ეხლა კიდე ამაზე რაღაცა ცინიკურად მიპასუხო. ხო, რავი, შეგიძლია მიპასუხო. მოდი მე ცოტა სხვანაირად დავსვი. ჩემთვის ეს პროცესი არის ძალიან ძვირფასი. იმისთვის რომ იმ პროცესს შეურიგო. ჩემთვის ეს პროცესი არის ძალიან ძვირფასი. გინდა თუ დავთავრებინე კაცო და გეტყვი რას ვაკეთებ მე. ჩემთვის ეს პროცესი არის ძვირფასი და არ მინდა რომ არა, ხო, იმიტომ რომ რამოდენიმე ფრაზა გულწრფელად გეუბნები, მესროლე ისე რომ ხო, ჩემთვის ეს ცინიკურად აკმა. თუ გინდა ირაკლისზე იყოს, მაგრამ ჩემთვის ვიცის რო ეკუთვნის. ირაკლისთან გაგდის ჩვენ და ირაკლის ერთად გაქვს ვისკი დალეული და უკასთან არ გაქვს. ჩვენ დავლიოთ მე და ვისკი და მე თუ გინდა ეგ ამბავიც გავაკეთოთ. შეხედე, ჩემთვის ეგ პროცესი მართლა გულწრფელად არის ძალიან ძვირფასი. არა იმიტომ რომ მე თვითონაც პირადად მგონია რომ ძალიან ბევრი გამიკეთებია მაგ პროცესთვის და ჩემს გარეშეც და ლელოს გარეშეც დღესაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამის აკეთებს. რა არის მთავარი, რასაც მნიშვნელოვანს აკეთებს? არაფერს გაფეტიშება არ მიყვარს, ოღონდ და აი ეგ ზღვარი ძალიან მნიშვნელოვანი დასაცავია, რაც იმ ადამიანებს მესმის, ვინც იქ 24 საათი დგას, ვინც იქ არ გატყდა 1 წლის მანძილზე, ვინც ძალიან ბევრი დათმო და დაკარგა იმ პროცესში, რომ მათ ბევრად უფრო ემოციურად ისეთი მწვავე დამოკიდებულება აქვთ და ბევრად უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ოღონდ მე ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას, ოღონდ არაფერს არ ვაფეტიშებ. ეგ პროცესი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ეგ არის კერის გამაგრება, რომელზეც შემდეგ უნდა დაშენდეს. მაგის იმედი მეც მაქვს, ყველას გვაქვს, რომ იქ კიდე უნდა დაშენდეს დიდი პროტესტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანს ცვლილებაში. აუცილებელია მაგის გარეშე. ვერც არჩევნები, ვერაფერი ვერ იმუშავებს ძმებო. ვერაფერი. ამიტომ ჩემთვის მაგის დისკრედიტაცია და პირდაპირ თქვათ რა, ვიღაცა
აი, ჩემ ყველაზე არაკაცური საქციელია, ჩემი აზრით, აი ეს რაღაცა გაწევ-გამოწევა, მან ერთის მხრივ არაკაცობა მგონია და მეორეს მხრივ ისე დამაზიანებელი მგონია, აი იმათი პროპაგანდის თვალში, იქ მაგის ჩვენება, იმ უბედურების ჩვენება, რომ მგონია რომ ძალიან აზიანებს რა ვიცი, არ მინდა ურთიერთობების დონეზე რა ვიცი. არა, გიო, მოდი საყვედურის ტონალობაში არ დავსვამ. უბრალოდ არ მინდა თქო ეგ პროცესი რაიმე ფორმით დაზიანდეს. აი ეგ კითხვა არა, თაზო. არ შენთან, მე მაინტერესებს ხა ყოველ იქ არავისთან. არა, გიო. სიტუაცია რაღაც მომენტში როცა რუსთავაზე მოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი სურათი, ხო? ამაზე ხო ეს ეგრეა, ეხა რეალობა ეგაა. ხო, მაგას უნდა არ მინდა ეს სურათი დაფიქსირდეს, იმიტომ რომ მე მაქვს მაგასთან პრობლემა. იმიტომ რომ ჯამში პრობლემაა. ანუ არსებობს პრობლემა. რა თქმა უნდა არსებობს პრობლემა. ხო და ამ პრობლემას ან უნდა დავემალოთ, ან ეს პრობლემა უნდა მოვკლათ. ორი ვარიანტია. მეტი ხო არ არის. ხო და ეხა შენ მეუბნები რომ მე მირჩევნია ამ პრობლემას დავემალო, ვიდრე მოვკლავ. არა, კითხვა ეს არის. მოდი მარტივად დავსვათ. თქვენ ხო გინდათ რაღაც ფორმით. ეხა ის ბიჭები ჩვენ ძალიან კაი საქმეს აკეთებდნენ ლაზერებს. მინდა კი არა, კაცო, რა ვიცი, მე მგონია რომ საჭიროა კონტრიბუცია ჩვენი მხრიდანაც. ხო და სურვილი გააქვთ რომ რუსთაველზე დაბრუნდეთ ეს ერთიანი ფორმით. როგორც იყო აქამდე ეს ცალსაკე პოლიტიკოსები. ყველას ჩართულ ჩვენი ჩართულობის გარეშე ხო, რა ვიცი, მე რამე აკეთება, მე ჩემი. ხო და რა ხო აკეთება. რა ფორმით შეიძლება? გონია რომ ეგ ამბავი დადგება. ანუ მე და გიორგი ხა ის არ ვართ ის ადამიანები რომ ჩვენ ავიღოთ პასუხისმგებლობა რაღაცა სურვილი რო ქონდა ეგ ამბავი დადგება. მე ვიყო ეხლა ლელოს წევრი ამ წუთას თაზოს ადგილზე აი კონკრეტული აქტივისტები არსებობენ ვინც არიან შედარებით უფრო ეს ფრაზა მომეწონა დასაწყისში მე რო ვიყო ლელოს წევრი და თავისუფლად შეგიძლია რომ ბრაზიანები ვინც არიან და რა ვიცი პირადი ურთიერთობების დონეზე ამდენი ხანი შენზე ბრაზიანები ვინ არის ხა მაგასთან ბრაზიანება და არაბრაზიანება საერთოდ ეგ ბრაზიანობა არ მადარდებს თქო მე არანაკლები ბრაზიანი შეიძლება ვიყო უბრალოდ არ მინდა რომ იქ ის სურათი დადგეს რომელსაც მაგ ბრაზიანობის გამო მე პროპაგანდა გასწინოს ეგ ცუდად ეგ ამბავი მოხდება ეგ ამბავი მოხდება თქო ადამიანებს შორის ლაპარაკი საერთოდ ზოგადად ჩვენი პოლიტიკური სივრცის პრობლემა არის ლაპარაკი. ხო და ამიტომ ჩვენ მაგის პრობლემა არასდროს არ ქონია. რუსთაველის არასდროს მოდი მარტივად გეტყვი, არასდროს არ გამიჩერებია. არჩევნების მერე. არასდროს არ გამიჩერებია. და არ გელაპარაკებია. არასდროს არ გამიჩერებია. ეგ ლაპარაკი, არასდროს არ გამიჩერებია. ყველანაირი მხარდაჭერა როგორი ფორმითაც შემიძლია. მაგ პროტესტისთვის და ეგრეც გაგრძელდება ბოლომდე. ეგრე გაგრძელდება მანამ სანამ ეგ პროტესტი და პოლიტიკური პროცესი მის პარალელურად არ შეცვლის ხელისუფლებას. აი ხა მე შევაჯამებ ძალიან აკადემიურად. აი გიო, ბევრჯერ ნახავ ქუჩაში. კი, მოკლედ, მე შევაჯამებ ხალხო, მარტივ რაღაც არის, ეხა შევთანხმდები. ერთი წინადები მათქმევინეთ და ორივე დაეთანხმდებით. ანუ ლელოს ცალკეულ პოლიტიკოსებსაც და მხარდამჭერებსაც აქვთ სურვილი იმავე ფორმით დაბრუნდნენ რუსთაველზე, რა ფორმითაც იყვნენ პირობითად ნოემბერ-დეკემბერში, უბრალოდ იმ შემთხვევაში თუ რაღაცნაირად იქამდე მივა პროცესი, რომ ამ დაბრუნებას არ მოყვება ისეთი პრობლემები, მათ შორის პროპაგანდისტული კუთხით მე რასაც ქოცნება გამოიყენებთ და ასე შემდეგ, რაც ერთხელ უკვე მოყვა. აი ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ხო ბუნებრივად. აი ეს თუ მოხდება ბუნებრივად, ბუნებრივად უნდა მოხდეს ეგ ამბავი. ბუნებრივად უნდა მოხდეს, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი კომაგი ვარ პროტესტის, ოღონდ ჩვენ ფუნქციას, პოლიტიკური პარტიების ფუნქციას და ჩვენი პარტიის ფუნქციას, მათ შორის სხვებისას, ვთვლი რომ ეხა ბევრი სხვა რამ არის საკეთებელი, მათ შორის მთავარი ლაპარაკი და დარწმუნება იმ საზოგადოების, რომელსაც ეგრეთ წოდებული სტატუს-კვოს ამორჩეველს რაღაცას, აი წერანაც დავიწყეთ მაგას ლაპარაკი, მე გადაგვივიდა თემა და იმ ამორჩეველის დარწმუნება, გიორგი, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ გარდათ ეხა მოხდეს. და ის ვინც ჩამოგებსკვნათ იმასაც უშუალოდ. ბევრ სამიც არ არის, ერთი მთავარი არის ეგ. ერთი მთავარი არის ეგ. ბევრი იმ ადამიანის დარწმუნება, იმათაც უნდა ველაპარაკოთ და ისო შემდგომი პროცესი სხვადასხვა ადგილებიდან დავდივართ, კარდაკარს ვაკეთებთ, შეხვედრებს ვატარებთ, ყველა ფორუმა, რითაც პარტიები კომუნიკაციის შენებ თავს ამორჩეულ და მაგას ვაკეთებთ. რო გითხრა რომ 100 ამერიკი ის არსებობს, არა პერიოდულად ხდება. მე ხა გავრისკავ და ვიტყვი არა მხოლოდ ჩემი სახელით, არა, არაფერ პირობას არ ვდებ ერთი წამი კაცო, არა. სავარაუდოდ რაზე ზადნავს ესე წინასწარ ეგ ვერ გავიგე. სავარაუდოდ ვიტყვი პროგრამა მინიმუმს რა ჭირდება იმ ხალხს, ვინც რუსთაველზე დგას და მესამე პეშ რატო ამბობ მეც იქ გავარ, მაგრამ მოდი ასე ვიტყვი. რა გჭირდება? რა სჭირდება იმისთვის, რომ აღარ კონდეს ესეთი უარყოფითი დამოკიდებულება იქ თქვენს დანახვაზე, ვისაც ქონდა.
ეს მინიმუმი არის ჩემი აზრით რაღაცა. მან გული რა ზეცება, მან ყველაზე ბევრი ვინც გეგელიას ამბავში ხმაურეს ის იმ სხვა პარტიებიდან წარმომადგენლები იყვნენ ძირითადად. ნუ იქ შეიძლება გეგელიას ამბავში ვიღაცა კონკრეტული ხმაურეს, ბევრია ვისაც არ მოწონს ჩვენი პოზიცია ისიც ხო რა. ხედავთ და უფრო მეტი ხახარო ქონდა თქვენ ვიდეოს ახლა ვიდრე ისა ის არ იყვნენ ნაცები მართლა. მოკლედ, ჩემი აზრით ამ ხალხს მინიმუმ ჭირდება იმის დანახვა, რომ თქვენ უთხრათ, რომ რაღაცეები შეგვეშალა და რაღაცებში თქვენ მგონი მართალი იყავით. მაგრამ ამ მზაობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. განმავლობაში ეგ ვერ ვხედით, ვერ დაინახეთ, სად გითხარ რაღაცებზე. კონკრეტულად არჩევნებს გულის კომენტთან ეს ხალხი. რა კონკრეტულად არჩევნებზე გინდა გამოვიდე და თქვა, ანუ ვიცი არ მჯერა ის გითხრა, რომ ეგ არჩევნები იყო შეცდომა, არჩევნები იყო შეცდომა. გავიგე რომ მაშინ ეგრე ვერ დადგება. პირდაპირ გეუბნები. იმიტომ რომ ჩვენ მე არ მგონია თქო რომ ეგ ეგრეა. ხო მოგიყევი მთელი ამბავი. საიდან დავიწყე და სად მივედი? ეხავე გეუბნები რომ არ იყო თქო. შემდეგ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ყველაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ბენეფიტისთვის არ შევსრულოთ გიორგი მაგარჩევნებში. იმიტომ რომ სწორია. არჩევნების დისკრედიტაცია ამ ქვეყანაში ნიშნავს დემოკრატიის დასამარებას. მე ჩემი გადმოსახედიდან ვწყვეტავ. შენი გადმოსახედიდან ვწყვეტავ. მე ეგრე ვთვლი რომ არჩევნებში რწმენა თუ კარგა დიქტატურა მაშინ ხარდება ქვეყანაში. აი ხა მაგარ კითხვამდე მივედი. წმენა არ დაკარგულა ეგ წმენა ჯერ არჩევნებში. არ დაკარგულა და შეეცდები. სუცეტილში წაგიყვანს. ძალიან სუცეტილში. უკან უდაბრუნდები წინ ვიაროთ. მაგ რიცხვებით ძალიან სუცეტილში წაგიყვანს. იმიტომ არასდროს არ დაგაუსწრეს რომ ყველა არჩევნი რომელიც კოცმა ჩაატარა გაყალბებულია. მაგ მათემატიკას უნდა გაეშვა. ეგ მათემატიკა არის ძალიან უმაგური ძალიან უმაგური მათემატიკა გაეშვი. არა, მომისმინე შენ გაფერადებულ ბიულეტენებს ხოცი არ გიხარ. კაი, ეხა წავიდეთ მათემატიკას. არაფრის მომცემი არ არის მათემატიკა. მე გეუბნები კონცეფტზე, არჩევნებში წმენას თუ დააკარგინებს საზოგადოებას, აი იქ დამთავრდება ყველა. გეტახები ოღონდ ბაგაჟი თქვენ შეიტანეთ წვლილი. ყველა შეიტანეთ წვლილი. წინ რა. და არ უნდა ეხანდელ რეალობაზე ვილაპარაკოთ. ეხანდელ რეალობაში არა, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ის უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ეს არც ერთი პარტიისგან არ გაჟღერებულა, რომლებსაც კრძალავენ. აი ამ რეალობაში თუ დაინიშნა ახალი არჩევნები, ხო, ამაზე თუ გიფიქრიათ, რომ რომელიმე პარტიას ნომერს მიეკედლებით, ასე ამ შემთხვევაში რა? არა, ეგეთ რაღაცებზე არ გიფიქრია, არ ვლაპარაკობთ, არ არის ეგ სერიოზული. მე მგონი რომ კრძალავენ და აგერ კუპრაძეს ინფორმაცია ხონია რომ არჩევნები ნიშნება. უცხის რა იქნება კიდე შემდეგი ნაბიჯი ქოცის იმას აკრძალვებთან და პარტია. მათ ხო კიდე მარტო აკრძალვის საქმე არ არის თორნიკე, აკრძალოს და ამატეს ის რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერზე საქმე აღძალოს. მაგაზე როგორ ალაპარაკობთ? ანუ საჯაროდ არ ვლაპარაკობთ თქო, ახლა მაგას არა ერთმანეთშიც პარტიების შიგნითაც გეგმებიც არსებობს. ეხლა არ ვიტყვი რომ ეს გეგმები რაღაცა 700 პუნქტიანია და ძალიან ჩაღრმავებულია. არა, მათ მარტივი რაღაცებია, საჯაროდ ლელო პოლიტიკაში დარჩება ბოლომდე. თაზო დათუნაშვილი, ირაკლი კუპრაძე, რავი, მამუკა ხაზალიძე, բայց ყველანი დავჩევით პოლიტიკაში, მანამ სანამ ეს კაცი ამ ხელისუფლებიდან არ წავა და სანამ არ უნახავ რომ ეს ქვეყანა მაგის მერე კიდე სხვა რამეს ვიტყვი, სანამ არ უნახავ რომ საქართველოს დელეგაცია დაждდა ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე წევრობისთვის, მანამდე აი არსაც წასვლას არ არც ამ პროცესში. შემიძლია გითხრა რომ ბევრად უფრო მეტი კომფორტული რაღაცა შემეძლო მეკეთება. მაგრამ მაგას არ ვაპირებ. რომ წაგძალო არ ყველა მიმართული, ყველა ფორმით ვიბრძოლებთ, მანამ სანამ აი მე გეტყვი შემდეგ რას ვიძავდა. მაგრამ სანამ დელეგაცია არჩევნებში არ მივიღე. თუ აკრძალეს ლელო, თუ აკრძალეს როგორც პარტია, როგორ მიიღე მონაწილეობა? მაგალითად გეტყვი. მაგალითად გეტყვი. სხვანაირად ვილაპარაკე. აი რაღაცა, რა ვიცი, ვიღაცა პირობითად ვისაც არ აკრძალავენ, აი დროა, ესე მოდი შევხვდეთ რომ იმას გავუჭერთ ხარსო. მაგალითად, რა, ბევრი რამე შეიძლება მაგალითად, კაცო. მაგალითად ბევრი რამე შეიძლება, მოდი რა, კიდევ ერთხელ პოლიტიკოსის საქმე და ის რეალობა რომელიც არ დამდგარა ჯერ, მაგაზე ლაპარაკი ძალიან უმაგრელი ამბავია ჩვენი აი, ბოლოსკენ გავდივართ და ცოტა ლაით თემები შემოვიტანოთ, თუ გეყო ჩხუბი თუ არ გეყო. არა, მაინტერესებს არ მოეწონე ჩემი პასუხები და ვერ იღებს. მე მაინტერესებს ის TikTok-ის ვიდეო ვისი იდეა იყო. მე მგონია რომ ეს იყო ჯორბენაძის იდეა პირველად დავასახელე.
პირველად დავასახელე გვარი სულ გადაუხმობე ალკოჰოლის ნიავის ამბავი. პირველად დავასახელე გვარი სულ ამბობ რომ ალბათ ერთი კაცი ყავთ თქო ცუდიდეებს სუისატვის თორე გადასარევი ბიჭები არიან მამუკა ირაკლი და თაზო თქო ჯორბენაძის იქ ვიდეოში ჩანდა ეგრე იყო ამ საკითხზე კომენტარს მაგ კონკრეტულ საკითხზე არ გავაკეთებ მაგრამ ვიდეოზე გავაკეთებ მაგაზე ხა მაგას ყავით არტის Facebook-თან რანაირად ისდა ბავშვი თან არის სწორი ამბავი იყო არა მე ეგრე სულად არ უყურებ ბიჭი მე უყურებ ცუდად იმიტომ რომ მე ხა აი სანამ დავიწყებთ გადაცემას ეგ არ გითხარი ბოლო პოსტ შევხედე რაღაცა მონეტიზაციაზე ვლაპარაკობ როდის დავდე და პირველი აგვისტო იყო არა ვარ სოციალურ ქსელში აქტიური ადამიანი რაც ჩემი თაობის კაცისთვის ვიცი რომ არ არის თლა ჯანსაღი ამბავი ეგ არ იყო ჩემი აზრით ეგ არ იყო ჩემი არ იყო მაზეც სამწუხაროდ ეგ არ იყო ჩემი აზრით საჯაროებისთვის სწორი ვიდეო რა ეხა მაზიანზე შეცდომა იყო მართლა და რა ჩემთვის დიდი დისკომფორტია და იმ მომენტში როცა აი ეს ბრძოლა ძალიან სერიოზული, ძალიან მძიმე და ძალიან რთული, რომელიც გარეთ მიდის, ამაზე არც მილაპარაკი არც მქონია საშუალება, არასწორი იყო რა. ეხლა იმას იმ თვალსმაგცობას არ დავიწყებ, რომ ამ პროცესის განმავლობაში და ამ ერთ წლის მანძილზე, რავი, არ ვიცინით და რა მასწავლებლები ტუალეტში დადიან, ჩვენ ყველანი ტუალეტში დავდივართ. მაგრამ ეხლა მაგას საჯაროდ რო დადებ, რა არის რა სწორი, რა შეცდომა იყო. ჯორბენაძის პრანი. ოღონდ მაგის გამო ეხლა რა არავის იმას რაღაცა გავწისკავთ და ჯორბენაძის არა მგონია რომ ეწყინოს და თუ ეწყინება არა უშავს თუ უთხარით და თუ რაღაცა ტუს დავადებ თუ რა ვიცი რა ეგ ვარისი იქნება არა თორე მე კაკრას მაგას ამოჭრია თუ ამოჭრია აი ეხლა მაზიანი ვახსენეთ სარაზიანი მე მაქვს ეხლა სახუბარო თემა კი არის მაგრამ რაღაც კუთხით სერიოზულიც არის. მე ალეკო ელისაშვილს მოუგე საჯარო სანაძლეო და არ მაბარებს. სანაძლეო იყო რომ 20%-ად ან 20 რამად ქვევინო. ვერ აიღებთ მეთქი და თუ აიღეთ მეტი თქო მე დავდებ ერთი წამით. მე დავდებ შენ cover photos რომ ალეკო მართალი იყო Facebook-ზე ერთი თვე თქო. თუ არა და შენ უნდა რომ თორნიკე რაზმაძე მართალი იყო თქო. ჩემი ფეხები. არ დადო? არა. რო დადოს რა მე. მაგარი არასწორი საქციელი. რო მე ისეთ უმნებში გაზრდილი კაცი ვარ რომ ეგეთ რაღაცას ესე მარტივად არ გავატარებ და ალეკოს შეიძლება დაავიწყდა მე კი დავთაგე ერთი-ორჯერ რომ თქვენც უთხარით რომ ეგრე არ მოსულა. თან ალეკო ისე პოზიციონირებს რომ ეს პირობა იყო კიდე გაიხსენე. რა პირობა იყო? კამერები უნდა ეჭვებინათ? ხო, მაგაზე ეხლა უთხარი და რაჩუქებთ უბრალოდ უგოდგა მაგასაც ეგეთი არ არის ხო თან. ეგეთი კაი არ არის ოღონდ. აი ხვის მაგივრად მაგ შევასრულებ მაგ დანაპირებს მოდით და მაგებს მოვცემ. გულწრფელად ნახეთ. კი. რამე დაიჭირეთ? კი, ბევრი რამე გავუვარეთ, რაც დავიჭირეთ ის ყველაფერზე საჩუარი დავწერეთ. საჩუარი ჩვენს გითხარით რა? ცირა იყო, სადღაც 150 საჩუარი იყო, თუ 200 საჩუარი იყო. კარუსელი ტიპი იყო რამოდენიმე, რაც ვნახეთ, აი ბევრი ერთი-ორი გავასაჯაროვეთ იმ დღეს და დანარჩენ რამდენი кейსიც ვიპოვეთ, იმდენი ისვენით, რა ქვია, გავასაჩივრეთ, საჩუარი დავწერეთ. ხო, დიც როგორ იყო? პირდაპირ სისხლის სამართლის არიგზრება მაგაზე თუ ეგეთი. არიგზრება პირდაპირ სისხლის სამართლის იმ პროცედურას გაძნა მე პროკურატურა წვითავს მაგ ამბავს და რა ბევრი საჩუარი დავწერეთ. ძალიან ზუსტი თუ არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ბოლო მონაცემით რომ 150-ზე მეტი იყო და ამ საჩივრების უმრავლესობის საფუძველი იყო ის ამბები, რომლებიც ვნახეთ მაგ კამერებზე. მან როგორ იყო, იცი? ძალიან დიდი მასალაა ხო, ეხლა მაგას ყველაფერს ვერ ნახავ. მაგას ორი რაღაც მოყვა რა. ადამიანი რომელიც იქ ყავდა დამკვირვებელი, რომელიც თქვა რომ აი ეს დასაკვირვებელი ამბავი იყო, ამან დამაიჭვა და ისინი გადაუარეთ იმ ამბებს და მათ უმრავლესობაში რაცაც მიგვითითეს ჩვენმა დამკვირვებლებმა რომ იქ დარღვევა იყო, აღმოვაჩინეთ, ვიდეო ფაქტად დავდეთ, გავუშვით, საჩუარი დავწერეთ. მოდი. ნუ ეხლა რომ გითხრა რომ შედეგი მოყვა, პატარა შეჯამება. მაგის მუღამი ხო დისუაზიური მექანიზმი იყო უფრო, რომ რა შეეშინდეს ვიღაცას, ნუ ხედავს რომ კამერა დგას. სხვა შორის შედეგი მაგისი ეხლა ეხა არ მითხრათ რომ იმიტომ ვერ იარეს იმდენ კარუსელზე რომ კამერები დგას. რაღაც აი ისე გავიგე რომ რაღაცა ისე. ანუ ეგრეც არ არის, ეგეთი ისიც არ არის. გითხარი რა იყო? აუ რა მაგასაც უმეტყი მაგასაც თვლი მეტნაკლებად. არა, ხო ნახე ბოლო ცვლილებებში ერთ-ერთი რა იყო? აი ამ ბოლო ცვლილებებში ხო, რომ ვიდეო გადაღების დროს მის ჩაწერა ისქენით რა ქვია. ანუ დააზუსტეს რა, იქ ეწერა რომ აუდიო ვიდეო გადაღება მოსულა. ეხლა დააზუსტეს რომ ვიდეო გადაღება მოსულა. რეგისტრატორი ეუნება პირადობა გადაძახილები. იყო რა ამ მიმებში ფაქტებში რაღაცა მითხრა გადაძახილები, შეურაცხყოფები, ზეწოლა რა, როდესაც შეგვიძლია აღიქვა ზეწოლოთ, როცა რაღაცა ისეთი ტონით და ისეთ რაღაცას ეუნება. ეგეთი ამბები იყო
და ეხლა მიხვდნენ რომ ეს მათთვის ძალიან დიდი პრობლემაა და აკრძალეს. ანუ იმას კი არ ვამბობ ხა რომ მაგრამ შედეგი ხო იყო მაგის ეგ რომ გაუარეს ეს ამბავი. მაგრამ ნუ დაინახეს ხო მან მათთვის საფრთხე არის. ეგეთ რაღაცებზე უნდა ბოლომდე ჩავაჭიროთ. ჩვენც მუშაობთ, გიორგი, ნუ შევქმნით მაგ ილუზიას რომ ისინი მუშაობენ, ყოვლის შემძლეები არიან და ჩვენ მუშაობთ. აუცილებელია ეგ გეთანხმებით. თორნიკემაც ვიჩხუბოთ ესეთი წესები. თორნიკემაც ჩვენა ახსენა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. პრეზიდენტის ფორმატი რო არსებობდა, რომელსაც რავი, ბოლო წერტილამდე სანამ ეს ტიტანიკივით არ ჩაიძირეს კაპიტანის სცენარული, ეგრე ვიდექით ბოლომდე პრეზიდენტის იმ ფორმატში და ერთ-ერთი კარგი ამბავი, რაც მაქედან გამოვიდა, გარდა იმისა, რომ მაშინ ხერხდებოდა საერთაშორისო არენაზე ერთიანი პოზიციით დაფიქსირება ქალტო პრეზიდენტთან ერთად. ეხა მეორე კარგი ამბავი იყო, რომ ბევრი ამ საქმეში გამოცდილი, ჭკვიანი, კომპეტენტური ადამიანი მაშინ შეიკრიბა და აი ეგ რაღაცა წესები რომელიც აუცილებელია ჩემი აზრით დავდოთ მაგიდაზე და ბევრი ვილაპარაკოთ რომ მივიდეთ რაღაცამდე კიდევ ერთ ხო რა მივიდეთ აი რა არის ის სწორი არჩევნები რომლისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ ოღონდ აი გეხვეწებით რომ ამაზე რაღაცა ფატალისტურად კი არ ვილაპარაკოთ რომ ეს თუ არა და დავიქცევით არამედ ვიმსჯელოთ რომ აი ეს არის სწორი თამაშის წესები ეს სწორი თამაშის წესები არის ყველასთვის აი რავი ამაზე რომ შევდეთ აი ჩვენი ამომრჩევლისთვის და მათ ჩემი აზრით იმ 200-300,000 დღეს კოცის ამომრჩევლისთვის რომელიც სტატუს-კვოს გამოაძლევს კოდს და რაღაც პროპაგანდა მოქმედებს ანის მოქმედებს არის იმათვისაც მნიშვნელოვანია ყველასთვის საქართველოს მოქალაქეები რაღაც არჩევნებზე მოსიარული ხალხია დიდი ტრადიცია არის ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანია რა რომ ეგ წესები ყველას მაგაზე აი ჩემი თორნიკე რაზმაძის აი ამ პროცესებში ახლა ამ შემოდგომაზე 2025 წლის ერთ-ერთ თავარ ფულმად დავისახე მიზნად რომ რაღაცნაირად მაგ წესებზე თუნდაც აი ეს არაფატალისტურად დაავალაპარაკო ეს ხალხი. ვიღაცებსაც მივწერე ვინც პასუხობს, ვინც არ პასუხობს, აგერ ეთერში უთხარი და ეს რო იყოს თქვენი ერთ-ერთი პირველი შეხვედრის მოკლედ კვირდები რომ მაგ ამბავზე აუცილებლად აი ეს თემა მოდი აბა ხალხს ვაჩვენოთ იმიტომ რომ სამართლის წესები ვიღაცისთვის კალენდარიშვილის გადადგომაა, ვიღაცისთვის ემიგრანტების თემაა და საერთო ჯამში რა. მოქალაქის ნდობა აღუდგეს პროცესის მიმართ იმან უნდა იცოდეს პოლიტიკოსებისგან რომელსაც კარგად ესმით რა. მე და გიორგი ვერ შევიდე ამაში მონაწილეობენ იმათმა უნდა თქვან რომ აი ესეთი წესები თუ იქნება ეს იქნება მინიმალური სტანდარტი რაშიც ღირს შესვლა და ну თუ ყავს რა მართლა ყავს აი კომპეტენტური ადამიანები ერთი წელი გავიდა რა ყავს ბევრი კომპეტენტური ადამიანები ვისაც ეს თემა კარგად ესმის იდოს და მაგაზე უნდა საჯაროდ ძალიან ბევრი ადამიანი აბსოლუტურად გეთახმე მაგაში რომ ეგ არის პოლიტიკოსები ითხოვენ ჩვენც ვითხოვთ მოქალაქეები მაგრამ ვითხოვთ საბართლე არჩევნებს ოღონდ არავინ არ ამბობს როგორია ეს დისკუსიის საგანი აუცილებელია არჩევნებიო და იცი რა ეგეთი არ მიდავა და მე მათ შორის შეიძლება დათმობაზე წავიდეს რაღაცა პატარა გაუკროს და აი საბართლიანიო აუცილებელია დისკუსია ო კალენდარშიც გაპარსოს წვერი მთლიანად და გითხრას რომ აი ხა სამართლიანია გეთახმები რომ ეგ დისკუსია პოლიტიკური დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საგანი უნდა იყოს დღეს იმიტომ რომ არ ვიცი მაგით დავიწყე თუ არა პოლიტიკური პროცესის მკვლელობა არის ეხლა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და მეტნაკლებად მაგას ახერხებს იმიტომ რომ აი ამ რაღაცა ქაოსით რომელშიც გვამყოფებს ძალადობრივი ქაოსით რომელშიც გვამყოფებს ახლა ხო რა რეები ხდება ყოველდღიურად მაგით მთლიანად აი პოლიტიკურ პროცესს აი ამით ავსებს და მნიშვნელოვანია ეგ დაუბრუნდეთ დისკუსიაში რომ კიდევ ერთხელ თქვი რა მარტო ჩვენი ამბავი კი არ არის და რაღაცა მერკანტილური ამბავი კი არ არის პარტიებისთვის დარწმუნებული ვარ ამაში რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს აინტერესებს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათ შორის აი იმ რასაც ვამბობდი შენ რო რამოდენიმეჯერ მენის ფორმა მიეცი იმას რომ რასაკეთებთო რასაც უნდა ვაკეთებდეთ ეხა ერთ-ერთი მთავარი ამბავი პოლიტიკურად არის ეგ მაგაზე მსჯელობა მაგის თქმა და იმ სტატუს-კვოს ამომრჩეველისთვის რომელიც დღეს კოდს აძლევს მას მათ შორის მგონი რომ მათი ნაწილობრივ ვაკეთებთ და მეტი უნდა გავაკეთოთ და საჯარო ფორმა მივცეთ ამათ არ გაემყურება მარტო ყველას მაგას ვეუბნები ბიჭო ერთი წელია ყველა ეთერში მაგას ვიძახი და თავიდან ეგ დავიწყე როდის იცი როდის ყავდა ვაშაზე არა და რა საჭირელი არის ხო რომ იო ეგ დოკუმენტი არისო და მე ბიჭო როდის დავიწყე იცი პოლიტიკოსებისთვის აი რაღაცა ადამიანების იმ კასტისთვის რომელსაც მე წარმოადგენ პოლიტიკოსებისთვის აი ხო ნორმალურ საზოგადოებრივ ფეხბურთზე დისკუსია როგორ ყველანაირ ადამიანს აკავშირებს არჩევნები ეგეთ არჩევნების ტექნიკურობები ეგეთ თემაა რა ყველა აი კერძო საუბრებში ერთ-ერთი მთავარი ამბავია ხოლმე რომ აი მაგაზე ყველა სიამოვნებს და უხარია და ამაზე ლაპარაკობს და ხო რა უნდა გავაკეთოთ ერთად
დიდი მადლობა მადლობა გასცემისთვის. სხვათა შორის რაღაცნაირად ესე პატარა რეპლიკას გავაკეთებ. ამ ბოლო დროს ჩემი განცდა ეს თუ შეიძლება თქვენი განცდაც არის, აი იმ პარტიებისგან ეგრეთ წოდებული ბოიკოტის ფლანგისგან, რომელთაც თქვენი მხრიდანაც მიდიოდა დარტყმები, ალბათ მაინც არ მიდიოდა ბოლო ძალიან ბევრი მოდიოდა მთელი გახსოვს არჩევნების კამპანია მორატორიუმი მქონდა სრული. ამ ბოლო დროს შერბილდა ეს დარტყმები. მე მაგ ჩემი თეორიები რატო შერბილდა ახლა რო თქვა ვინმე შეიძლება ეწყინოს, მაგრამ რატო თქვი ბარემ და გვეწყინოს იქნება ბოლო. ფული გაქვთ. რაღაც უპირატესობა მაინც გაქვთ, ეგ მაინც გამოიყენეთ. რაღაც არა, ბევრი უპირატესობა გვაქვს. მე მეგონა იტყვა და რაღაც არა, ბევრი ფული გაქვთ. ბევრი უპირატესობა. მაინც შეცდომებს საერთოდ არ ანალიზებს. აუ, ეხლა ბიჭო, გავდება გადაცემა. დასკვნა თუ გამოიტანე? ანუ მთელი ამბიდან ეგ დასკვნა თუ გამოიტანე და ბოლო ფრაზა ხუმრობით მეკითხე რომ ბევრი უპირატესობა, მაგით იქნა შეაჯამო. არ არის ეგ ახლა პლატფორმი ამბავი. ფულით გაკეთებული პოლიტიკის საქმე არ მჯერა ფულით გაკეთებული. ვა, საერთოდ არის ეხა უტრირებ ფული საჭიროა კაცო ახლა ფულით გაკეთებული რა ქვია რეკლამას ვერ გაუშვებ ხარი რომ ერთი ადგილის გასამოძრავებლად ფული ჭირდება. არც ერთ ფული ბიჭო რეკლამა ხო გჭირდება რომ მიიტანო შენი ვიდეო არც ერთ მოცემულობაში ამჯერა ფულით გაკეთებული პოლიტიკის ფულით გაკეთებული პოლიტიკა ეგეთი რამე არ მუშაობს ოღონდ პოლიტიკა ფულის გარეშე ვერ კეთდება. რეგიონში რო ჩახვიდე, რაღაცა ტრანსპორტი ჭირდება, ფლაიერები ჭირდება და ყველაფერს ფული ჭირდება. კაცო, ფული თავარი კი არ არის, მაგრამ აუცილებელია. ფორმულირება, შეხედე რა არის ფულით გაკეთებული პოლიტიკა ცუდი რამეა. ძალიან ცუდი რამეა და არასდროს კარგად არ თქვი. კაი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩემი აზრით საინტერესო ეთერი გამოგვივიდა და ველოდებით კიდევ თქვენი გუნდის წარმომადგენლებს მომავალში დავპატიჟებს და იმედია მომავალ ეთერში როდესაც ლელოს წარმომადგენელი იჯდება, უკვე იმაზე ვისაუბრებთ, რა კონკრეტული კონსულტაციებია სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და კიდე იმ რეჟიმში არ ვიქნებით, რომ რით დაგეხმაროთ მე და გიორგი. მარტო თქვენზე არ არის დახმარება ყოველთვის კარგი იქნება ყველაფერში ჩემო ძმებო. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს და ასევე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი